ეს ამბავი მე განსაკუთრებული სიმწვავის და სითავხედის უფლებას ბაძლევს თუ პირიქით? ვთქვი რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური. აი ბიზნესთან რო პრობლემა გახდა ეგ რა საკითხი იყო. თუ რამე ხდება ეხლა ნამდვილად განსაკუთრებული უნიკალური ჩვენ ვკარგავთ ევროპას. უნებრივია რომ ამის უკან ქართული ოცნება დგას ეხლა და ვიღაც ნაცებს არ გაურცელებიათ ეგ კადრები როგორც ყველაფერზე იქ ხელს იშვენ. მარეკ დუდაევზე გითხარით რატო გავუშვით? ყოთ მიყვარს განსაკუთრების მიღებაში ყოფნა. აი ეს უშუალოდ ბიზნესზე კონტაქტებოდით ამ თემაზე. და ბიზნეს პოზიცია იყო ახარია ჩემთვის მინიმუმ, აი ხა მინიმუმ მისი დეპუტატები შესულები არიან ხელფასების ასაღებად პარლამენტში. აბა რა საკეთებია? ამის კატეგორიული სასტიკი წინააღმდეგი იყო უსაფრთხოების სამსახურები. სერგეენკო დაარტყმა რა გახდა ბოლოს და ბოლოს ესო ამას შეფასება მივცეთ ცოტა. თქვენ ხო თქვენი მოსაზრება გექნებათ ეხლა ეს რატო ხდებოდა? სირცხვილია, იმიტომ რომ აფხაზები მაძლევენ და ჩვენები არ იძლევიან საშუალებას რა. ხსუსი. თქვენ ხო არ უბერავთ ბიჭო, ან ვიცი რა ფორმით. თქვენი დედაცო თქვენს რა დავიღალეთ თქვენ არც ეგ ხო ფუჭი აი წყლის ნაყვაა. ერთადერთი სადაც შეიძლება ჩვენ კონფლიქტები მოვაგვაროთ ეს არის ევროკავშირი და წერტილი. არის საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დრო. შვენიერი. და უნდა მეც მზად ვარ მაგალითად წავიდე ციხეში. ანუ ჩვენ ბიზნესამ დაგვიყენა რაღაც პირობები. ახლა ხდები გახარიავ თქვენზე რატო შეარჩერა არჩევანი. თუ ზედმიწევნით ზუსტად შევასწროთ ამათ ყველა იდიოტურ კანონს, არა? ჩამოიშლება ძალაუფლება. საკუთარ თავს ატივტივებენ პოლიტიკურ სცენაზე. თუ რუსეთიდან წამოსული ნებისმიერ წინადადება იქნება მტრული საქართველოსთვის. რუსეთი უფრო საშინელებას აკეთებს ოკუპაცია, ახდენს ანექსიას. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელის კამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია ბატონი პაატა ზაქარეიშვილი. მოგესალმებით, ჩვენ პატიობრად თქვენთან იმედია საინტერესო გამოგივა გადაცემა და მივესალმები ყველას. აუცილებლად ჩვენი ყველა გადაცემა საინტერესო გამოდის. ესე იგი, თავიდან მაინტერესებდა როგორ წარგადგინოთ უფრო ამჟამად ექსპერტი თუ დამოუკიდებელი პარტიო პოლიტიკოსი თუ როგორ პარტიო პოლიტიკოსი მე თვითონ ვერ წარმომიდგენია თუ ხარ პოლიტიკოსი პარტიაში უნდა იყო მგონია მაგრამ ზოგადად პარტიასთან უნდა იყო მაგრამ უფრო კონფლიქტოლოგი ჩემს ყველაზე უფრო კომფორტული ფორმა თუ მართლა კონფლიქტზე მუშაობ ნამდვილად რაღაცა გამეგება მგონია ამ სფეროში პირველი კითხვა მაქვს გაგეკვირდებათ და გიორგი ახობაძესთან ესე იგი ბატონმა პაატა მეგობრი არ იცის ჯერ და ახლა გაიგებს რომ არის მაგალითად ჩემი მეგობრის მამა ხო და ეხა გიორგი ეს ამბავი მე განსაკუთრებული სიმწვავის და სითავხედის უფლებას ბაძლევს თუ პირიქით შენი აზრით? ო ეგ არის ზომიერად. უნდა იყოთ როგორ ჩათულ საჭიროთ. არავითარი შეზღუდვები მასე არ გამოვა. მე მომხრე ვარ თორემ ჩარჩოებიდან გამოვიდა. ბატონო პაატა, ბევრ რამეზე მინდა დღეს ამ გადაცემაში საუბარი, მაგრამ პირველ რიგში რატომაც გადავწყვიტე დამეწყო აი არსებული სიტუაციის შეფასებით და ამ არსებულ სიტუაციაზე თქვენ მიერ გაკეთებული კომენტარით ფორმულას ეთერში რომ უტრირება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ დაახლოებით ჩინ არის ესეთი იყო რომ ახლა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება იმასთან შედარებით რაც 30 წლის განმავლობაში საქართველოში ხდება სიმწვავის თვალსაზრისით და რაღაც განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა არ არისო და მე იყო ამ გადაცემაში ხარ ცელი პოლემიკა და თქვენც ახსენით, მაგრამ მე მინდოდა კიდე ერთხელ ჩამოკითხა თქვენთვის რომ მაინც რას გულისხმობთ ეს იმიტომ რომ თქვენ ეხა ეს ჩემს შეფასებას ვიტყვი გახასიათებს ძალიან ბევრ გონებამახვილურ ფრაზასთან ერთად ისეთი რაღაცა რომ იტყვით ხოლმე რაღაც ფრაზას და იცით დარწმუნებულად ამ ეს ფრაზა როგორ აღიქმება, მაგრამ მე ახდენთ ამის ასე ვთქვათ კალაპოჩი მოქცევას თუ ახსნას რომ ეს რატო თქვით და რაღაცა მე გონია რომ რაღაცა ახლა განსაკუთრებული სიმწვავეა, თუნდაც ბოლო 10 წელში რაც იყო, ბოლო 2 წელში სიმწვავით აღემატება ეს ამბავი და დიდი მადლობა ახსენ რომ ვიწყებთ იმიტომ რომ მეც მივაქცია მას ყურადღება და საზოგადოებამაც არაერთხელ შემახსენეს ეს ფრაზა, ამიტომ პასუხი ზათამაკ მაგას ანიშნავს პასუხირება მკაფიო რომ არაფერი არ ხდება ავტორიტარიზმის მიმართულებით. თუ რამე ხდება ეხლა ნამდვილად განსაკუთრებული უნიკალური ჩვენ ვკარგავთ ევროპას. ნაჩუქარ ევროპას სამწუხაროდ საუბედო უკრაინელების სისხლით ნაჩუქარ ევროპას
კარგავთ ქართული ოცნების გინ დემოკრატული რო იყოს და აბსოლუტურად იდეალური არჩევნებს ატარებდეს და კონდეს ხედვა რომ არ მინდა ევროპა, აი ამას ეს არის სიახლე. და ავტორიტარიზმში, არჩევნების გაყალბებაში, არალეგიტიმურობაში და ის რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის არსებული ხელისუფალი არ ყოფილა მის თვალში, მის ემოციებში, არალეგიტი ყოფილა ეს ამაში ახალი არაფერი არა. როგორ არა, აი მაგალითად თქვენ რო იყავით ამ ხელისუფლების ნაწილი, მაშინ ალბათ ესეთი ავტორიტარული არ იყო ეს ხელისუფლება როგორც დღეს არის. ანუ რაღაცა განსხვავებულია. კი, მაგრამ მაგალითად და ლეგიტიმური. ლეგიტიმური. მოდი თუ გინდა თქვა ავტორიტარიზმის მახასიათებლები რა არის და შევაფასოთ ამ მიმართულებით გაუარეს და თუ არა ბოლო 2 წელში მდგომარეობა. შეიძლება რაღაც გაუარეს, მაგრამ არსებითად არ შეიცვალოს არაფერი. ავტორიტარიზმის მართლობა ჩვენთან ავტორიტარიზმის მართლობს უამრავი ფორმის. არსებობს პერსონალური, ძირითადად პარტიული, არსებობს სამხედრო, მონარქიული უამრავი ფორმებია ავტორიტარიზმის. საქართველოში მუდმივად იყო ყოველთვის პერსონალური ავტორიტარიზმი. დაწყებული შევარდნაძიდან ძალიან სასაცილო, ვოდებილური, ანეკდოტური, მაგრამ მაინც რაღაც ავტორიტარიზმი შეიძლება იყო, თუმცა ჟვანია იყო, რომელიც აბალანსებდა და გულახდათ ვთქვათ, ჟვანიას პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაშინ დაიწყო სამოქალაქო საზოგადოება, მრავალპარტიული სისტემა, რაღაცები და შევარდნაძე ამას ანგარიშ უწევდა. მიუხედავად ამისა, ბოლოს როცა კორუფციაში გადავიდა, ჩაეფლო კორუფციაში ეს მოქალაქეთა კავშირი, მაშინ ავტორიტარიზმის გარეშე მაგრამ ძალიან სუსტი, უდღეური, მაგრამ მაინც იყო. ხო, მაგრამ ავტორიტარიზმის უკან ჩვენ ხომ მაინც გულისხმობთ, რომ ინსტიტუციები ფაქტობრივად არ არსებობს და რაღაც ერთპიროვნულ მართლობებზე დგას. არსებობს. უბრალოდ ავტორიტარული ინსტიტუციების მართლობა სასამართლო არ არსებობს, მაგრამ ემსახურება ავტორიტარიზმს. აი, თუნდაც ახლა რაც კანონები შემოდის და როგორი ინტერპრეტაცია. აი, მაგალითად, მივიდე სააკაშვილი ვიდრე არ წააგო არჩევნები 12 წელს, რა ნაციონალურ მოძრაობამ. მე პარტიულზე, მე ინსტიტუტებით ლაპარაკობ, რომ იყოს უდე პერსონალური. ქვია, ვიდრე არ წააგო ნაციონალურ მოძრაობამ, მანამდე მონოლითური პარტია იყო. ნაციონალურ მოძრაობა. როგორც კი წააგეს 12 წელს არჩევნები, დაიწყო დაშლა და დღეს მივიღეთ 7 ნაწილი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო პერსონალური იყო სააკაშვილის მმართველობა, ვიდრე ინსტიტუციონალური. აი, თავისთავად. ხო, მათ შორის საპრეზიდენტოც იყო მაშინ მოწყობა და ბუნებრივია იქ. აი ამ საქართველოში ავტორიტარიზმის კი ფორმაც კი არ შეცვლა. ვერ გავიდა გარეთ, ისევ გახდა პერსონალური მიბმულია დღეს, რა თქმა უნდა ივანიშვილზე. აი, რასაც აკეთებს აბა მომწონს ლაპარაკი. აბალანსებდით, აი თქვენს რესპუბლიკელების ალასანიაც ასე შემდეგ და ანუ 30 წელში ერთნაირად არ იყო, კაცო, თქვენ დროს იყო უფრო მოდი ასე ვთქვა. არა, იცი რა, 4 წელი ვიყავით სულ მარტო რა. ერთი ვადა ვიყავით, მაგრამ მე რამე ვიღეთ საბუჯამში, დაიშალა კოალიცია და მიხვდა ივანიშვილი. ეს შედეგია, რომელიც მე დადგა, მაგრამ იმ დროს როცა იქ იყავით, ასეთი ტიპის ავტორიტარიზმი ხო არ გქონდა? პატა დავითაია, ხო გამოვიდა პატა დავითაია თქვენს. პატა ზაქარაიშვილი ხო გამოვიდოდა და იტყოდა კაცო, რას აკეთებ ბიძინი? 12 წლამდე აი ქართული ოცნების პოლიცსაბჭო, ეს ერთიანი პოლიცსაბჭო იყო თუ როგორ იყო აი რა ფორმაცია იყო? აი, საინტერესოა, მოგვიყევით. მაშინ მართლობის სტრუქტურა როგორი იყო? ანუ 12-დან 11 წლიდან დაიწყო, როცა ბიძინა გამოჩნდა, მაშინვე შეკრება ეს ხალხი და მასთან აი აქ აქ თბილისში მის ოფისში ვიკრიბებოდით როგორც წესი, ზემოთ და არასანაპიროზე და იქნებოდა პოლიცსაბჭო ერქვა, სადაც იყვნენ ძირითადი პარტიების ხელმძღვანელები, პლუს ის ადამიანები, ვინც მოწვეულები იყვნენ კონკრეტულ თუ ეკონომიკაზე იყო ლაპარაკი, ეკონომისტი, ენერგეტიკოსი ვიღაცა და ამაზე საუბრობთ. მე როგორც წესი ხშირად ვესწრებოდი. თითქმის შეიძლება თქვას ყველა პოლიცსაბჭოს მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, რომ მე უფრო ვიწროთ კონფლიქტოლოგიის და ეთნიკური კონფლიქტებზე და მე თქონდა ჩემი მაინც აინტერესებდა თქვენი აზრი, ესე იგი რაღაც რაღაცები. ივანიშვილი ჩემი აზრით ხშირად აინტერესებდა, მაგალითად ეკონომიკურ საკითხებზეც კი, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩემი სფერა, მოდი შენ მაინც გამოგვადგები და მახსოვს ქუთაისში პარლამენტის იმაზე რაღაცა ეკონომისტები შეკრებეს და მოწავალ მეთქი რა, ვიფიქრე ახლა მაინც დავისვენებთ და არა დარჩიო, მე შენი აზრით მაინტერესებს. თქვენ და გია ხუხაშვილი იყავით გონი ეგრე. ხუხაშვილი კიდევ უფრო ახლოს იყო, მაგრამ მისგან ინდივიდუალური დავალებები ჰქონდა. ხუხაშვილის იყო პოლიცსაბჭოში? არა, მაგრამ ესწრებოდა ხოლმე, მაგრამ უმფრინშუა და არა, მე ხმის უფლებით? მაგრამ ხმის უფლებით. როგორ ხდება? ხმის უფლება. პოლიცსაბჭოში ყველას ხმის უფლება აქვს, არა. ანუ ყველას გას სხვა რაღაცა მაინტერესებს. შენი მოსაზრება, როცა თუ იქ ხზე ხარ, გაგსაშო პირიქით, თუ ჩუმად ხარ სულ, არა? ვიძინა კითხავს. შენ აზრი არა გაქვს, იქნებ თქვა შენი აზრი. ანუ ჩუმა დუმარე ადამიანსაც მაგიდასთან როგორი ერთეულები იჯდნენ, რესპუბლიკური პარტია იყო, ქრისტიან დემოკრატები ხო? ხო, ისო თავისუფალი დემოკრატია, თავისუფალი ალასანი. იყო ის რა ქვია
ქართული ოცნება როგორ ბიზნეს გუნდი იყო, ვინმე ესეთი ყავდა თუ ასეთი ხო არა, აი პარტიის წარმომადგენლები რამდენი კაცი იყო სვაი პოლიციაში? 9-10 იქ დამოუკიდებელი ძიძიგურები და ვიღაცები ხო, კი, ძიძიგურ პარტიას წარმომადგენელი. რომელი პარტია იყო? კონსერვატორები, კონსერვატორები. კონსერვატორები. ის იყო რა ქვია, ირაკლი მელაშვილი ეს რა ქვია, ფორუმი თუ რა ერქვა, რა ქვია, შავიშვილი რო იყო მელაშვილი ეს რაღაც ჯგუფი იყო, რა ქვია აი პირველი საპარლამენტო სია როგორ შეშარტავა. პირველი საპარლამენტო სია როგორ შეიქმნა? ანუ სამს ეს პარტიების თავი ხელმძღვანელები იყვნენ, რა ქვია, პარტიებმა ხომ მე შემიძლია რესპუბლიკურ პარტიიდან პარტიამ შექმნა თავისი სია, ძალიან და თქვენ გეუნებოდათ რომ მაგათად რესპუბლიკელებს გექნებათ ამდენი ადგილი. დემოკრატიული კი. დემოკრატიული იყო რესპუბლიკურ პარტიაში არჩევნები, ყოველთვის იყო ყოველთვის და იქ შიდა ეს იყო რეიტინგებით იყო 900-ზე ერთმანეთს და მე სადღაც ყოველთვის მე-19 ადგილი მეკავა ხოლმე რესპუბლიკურ პარტიის რაღაც საერთო ასეთ სიებში შორს ძალიან მე შვიდაზე ქვემოთ წინ არტყავს ვარ და მე-10 უძე მოკლედ ჩვენ სიას წარუდგენთ პირველი ათეული როგორი აღარ მაქვს 12 წლის პირველი ათეული აი შეიძლება თქვენც არ გახსოვდეთ ხა რაღაცა არ აქტივი მე საბოლოო ჯამში მე მოხდი პარლამენტში მე ცოტა ხანს ვიყავი პარლამენტში ვიდე მინისტრად დავინიშნებოდი სის და არა მაჟორიტარული აი ამიტომ პირველ ათეულში ჭრელი ის იყო სია თუ მარტო ბიზნეს ხალხი იყო არა ჭრელი მე ხომ შეიძლება შემეშალოს მაგრამ ამჯობია ვინმე სხვა უფრო დათოზე ბერძენიშვილს ან უსუფაშვილს კითხოთ ეს რაღაცები დეტალები მე შეგვიძლია ნახოთ გუნდში კაცი ხელმძღვანელები იყვნენ პირველ ათეულში მაგას პოლიცაბჭო უყრიდა კენცი თქვა აი დავამტკიცოთ ეს სია როგორ ხდება ეგ ხო არა მასე დემოკრატიული არ იყო მე მგონი საბოლოო ჯამში ბიზნა დადება თულცას და ესე ანუ ბიზნა ამბობდა რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს ექნება ამდენი ადგილი და იმ ადგილებში ვის ჩასვავდით მე იყო თქვენი გადასაწყვეტი ეგ მივხვდი ეხლა რა მაინტერესებს მაგრამ ჩემთან მიმართებაში მან პერსონალურად ხოვარ რომ ყოფილიყო მთავრობაში გასაგები აი მე უთხარი რომ მე წინამდებგი არა ვარ მართლა არ მინდა საპარლამენტო და მინდა თავს სახელმწიფოებაში ყოთ მიყვარს განწყობილების მიღებაში ყოფნა ამიტომ უთხარი მაგრამ მე პარტიის გარშემო ამ განწყობას ვერ მივიღე პარტიას მე დავალაპარაკებიო და ჯერ ჩემთან შეთანხმდა და მე პარტიას დაელაპარაკე ხო ეხლა რა მაინტერესებს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით რომ მე საკმაოდ კრიტიკული ვიყავი და მათ შორის გუნდის შიგნით ბევრი ისეთი რამ მithქვავსო რაც ახლა საჯაროდ შეიძლება მithქვამ რა შიგნით საკმაოდ კრიტიკული ვიყავიო და ეხლა ჩვენ ისეთი ფორმატის გადაცემა გვაქვს რომ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მინდა რომ გათქმევინოთ ხა რაც ითქმება რამე ისეთ საკითხს თუ არ უკავშირდება თქვენთან ისეთ სფეროში მუშაობდით ტერიტორიული მთლიანობის და ასე შემდეგ მაგას არ გთხოვთ ქვეყნის ინტერესი დააზიანეთ თქო მაგრამ დარწმუნებული ვარ პოლიტიკური საკითხებიც იქნებოდა და აი რა გახსენდებათ ეგეთი და მათ შორის როგორი განვითარება პოვა თქვენმა ნათქვამაკრი ან ვისთან თქვით უშუალოდ ბიზნესთან თუ რაღაცა სხვა რეალობაში რა თემები გახსოვთ პირველი ჭუბი რაზე იყო ჭუბი არა მე ხშირად კრიტიკული ვიყავი ხოლმე ნამდვილად რო თქვა რომ ყოველთვის ხლომაზე არ იქნება მართალი მაგრამ ყოველ მესამე ოთხმოცდაოთხ ხლომაზე ყოველთვის ქონდა რაღაც ჩემი მოსაზრება რომელიც იყო ხშირად ნაკვია რთულად მისაღები. მე ხლა ამიტომ ჩაცმართ ყველაზე ხმაურიანი იყო და თითქმის მოყვა მაგიდაზე მუშტების ბრახუნი. ნაკვია გარდა კონფლიქტებისა მე მევალებოდი ინტეგრაცია ეთნიკური, რელიგიური და ასე შემდეგ და ვინაიდან რელიგიური თემა იყო პირდაპირ გადასულ უსაფრთხოების სამსახურებში და მე ყოველთვის მაწუხებდა. საბჭოთა კავშირთან მოყოლებული. ამიტომ მინდოდა როგორმე გამომეტანა უსაფრთხოებიდან, რელიგიური საკითხებიდან, ჩემთან წამოემეღო და გამჭვირვალე ყოფილიყო რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობა. ამის კატეგორიული სასტიკი წინააღმდეგი იყო უსაფრთხოების სამსახურები. კატეგორიული. მე მაინც ქებით ვაწებოდი. მაშინ ვინ იყვნენ მანდ გადაწყვეტილების მიღებები? მან ძილსაც ყო სამართლოები იყო დეპარტამენტში მუშაობდნენ, მაგრამ სუსი უკვე იყო მაშინ, სუსი ერქვა, ხო? ხო, ალბათ, სხვა სახელი ერქვა. მგონი სუსი ერქვა უკვე. მოკლედ მე მივაქცე იმას, რომ ვერ წამოვიღეთ ჩემთან, მაგრამ არ მინდოდა დამეტოვებინა უსაფრთხოებაში. აი ეს უშუალოდ ბიზნესზე კონტაქტებოდით ამ თემაზე. და ბიზნეს პოზიცია იყო გავიაროთ და კი ბატონო მოყვები მესმის შენ და ასე შემდეგ. თავარი მომენტი ბიზნესი იყო რომ თუ ყველა, ანუ თუ შენ მოახერხებ მოლაპარაკებებს სხვებთან და თუ სხვები არ გეწინააღმდეგებიან, მე მოყვები. ანუ იმდენად არ გეხმარებოდა რამდენადაც მოყვებოდა და ხელს არ გიშლიდა. ანუ მას არ პრობლემას თუ არ შექმნის შენი ინიციატივა ჩვენში ან სხვებში. მე მოყვები. აი ბიზნესთან პრობლემა გახდა გენდობი, მე ვიცი რომ შენ ცუდი არაფერი არ გინდა, დიდი ხანია გიყურებდი, შენ არ ვიცოდი მე შენ გიცნობდი უკვე, ასე ვთქვი არაერთხელ, მკითხულობ შენ რაღაცებს, ამიტომ მე შენ გენდობი, მაგრამ ჩვენ გუნდი ვართ. ბოდიში, მაინც რას გულისხმობთ? კარგად ვერ მივხვდი რელიგიური საკითხებისგან რა ხო, თორე რელიგიური საკითხების საქვია, ურთიერთობები იყო ფუსუსის ხელში. გავიგე, მაგრამ რას გულისხმობთ ამ რელიგიურ ურთიერთობებში? ურთიერთობები ყოფილიყო გამჭვირვალე და მთავრობაში ყოფილიყო და არა სუსში. სუსი არა მთავრობა. ეს გავიგე, მაგრამ რელიგიურ ურთიერთობებში რას გულისხმობთ ვერ გავიგე. რაღაცა სტრუქტურა, ჩემთან დეპარტამენტი, რომელიც გვექნებოდა კონტაქტები რელიგიურ ორგანიზაციებთან. აჰა. და ეს ამიტომ ეს არსებობდა უკვე სუსის ხელში. ეს სუსის პრობლემა იყო თუ ასევე იქნებოდა აქ მართლმადიდებლური საპატრიარქოს კომპონენტიც, ხო? კომპონენტი, მაგრამ მათთან ახლა მე სასულიერო აკადემია დამთავრებული და მათ კარგად ვიცნობ და მართლმადიდებლური ისინი არ იყვნენ წინააღმდეგი თქვენი იდეის. არ იყო.
ნამდვილად არ იყო. სუსი იყო წინამდები. ხო და რა კი ვერ მოახერხეთ ჩემთან წამომეღო, ამიტომ თუ ჯანდაბას იყო ცალკე, რაც ახლა სააგენტოდ არის. სააგენტოს მე ჩვენ მოვიფიქრეთ ეს იყო ყველაფერი და შევქმნით სააგენტო, რომ დღემდე ერთი ის აღარ მახსოვს მის გვარი დღემდე ვინც არის ხელმძღვანელი, ის იყო მაშინ დაინიშნა ასევე სუსიდან. ნიშანდობლივია რომ აღარ გვახსოვს. პირდაპირ ბიზნესთან პირველი უთანხმოება რა იყო. თქვენი ფაქტი ქვია, ბიზნესը პრაქტიკულად ესეთი პირდაპირ ესეთი უშუალო ძაფრი უსაფრთხოება არ ქონია, ყველაფერს მოყვებოდა სხვათა შორის. და ეს და რაღაც მომენტში ეს ამ სუსის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სააგენტოს ხელმძღვანელი იმყოფება თავრობის ხდომაზე. და ქვია, რაღაცების გამოტანა უნდა და მე ვიცი რომ ეს არ არის სწორი. და ვიწყებთ კამათს. მე ვზივარ მინისტრის ადგილზე გვალი მაგიდა რომა და ეს ხალხი მოწვეული სპეციალისტებს ხედან უკან ეს ეხლა წესია ჩანს. გვალი მაგიდა ესეთი და მე ვამბობ ჩემსას ის იქიდან იმაშობა, მეშმელკავება. ქვია, მის გვარი არ მახსოვს, გამახსოვს, ვინც ახლა არის, ის არის ახლა მაშინა და ესე კი არ ისია. და ყველა ნერვულობთ რა არ არის ესე არ მოსულა ჩვენთან ანუ მithumetes მანამდე გამოცდილება არ იყო ესეთი ხო და მე ვიტყვი რაღაცას ის იქიდან ანუ იმდენად დაჯერებულია რომელი უცხების წარმომადგენელი იყო სუსის უშუალოდ თუ სუსი მუშაობდა მე რა მაინც სუსის ხელში აღონ გამჭვირვალეა დღეს ეს სტრუქტურა ანუ ბერმა შეიძლება შემომედავო და თქვენს რომ რას მიაღწიას ეს ბერს ვერაფერს არ გავაგრძელოთ აი რაღაც წვებოდა ანუ ბიზნეს თვალწინ ხდებოდა თან ეს ეს გონი ღარიბაშვილ დროს არის უკვე ეს მომენტი და ღარიბაშვილ დროსა ბიზნეს ვერ წელი იყო მხოლოდ და არა მე ხო შეიძლება ოფიციალურად არ იყო მაგრამ იქ იყო მაინც შეხვედრა არ ვიცი ხო არა ეს მე მოვთავრობს ხდომაზე ეს ლეგიტიმური ოფიციალურისა ხო და ესეთი შპილკაობა არ მიდის რა მე მინდა ჩემი გავიტანო ბოლზაბოლო თავრობის ხდომა მისის ხდომა კი არა მისი კომისიის ხდომა კი არა სააგენტო ჩვენი ხდომაა და ქვია არ ვეთანხმები ამ შემოტანილას მართლა არ მახსოვს შეიძლება ვნახო მე და დიდი შეიძლება არაფერი არ იყო გულახდა თუ გითხრა იქიდან მე შემოკვება და უცებ ეს სერგეენკო დაარტყმდა რა გახდა ბოლოს და ბოლოს ესო თავრობის ხდომა თუ რაღაცა თუ ბოსიათ რაღაცაო რა გააჩვენეთ ეს კაცი ვიღაც ვინ არის ესო საერთოდ ანუ რეანიმაციაში ეგრე იცოდა ხო ანუ ეს რაღაცები დაგიჭირათ მხარი კი როგორ წესია გაჩუნდა ის კაცი ის კაცი გაჩუნდა და ჩემი გავიდა მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მისი გავიდა ანუ როცა მე წამოვედი ყველაფერი დააბრუნეს უკვე საბოლოო ჯამში პირველი ჯაზაკარეიშვილი აი კოალიციაში პირველი ჯაზი მოვიდა საინტერესო იყო მომიყოლია ერთ-ერთი ზაფხულობი ტარდება ბათუმში ევროკავშირთან რაღაც ევროპის რაღაც დღეებია თუ მიაქცეთ ყურადღება ყოველ წელს ტარდება დაიწყო გორი სააკაშო პროცესები და ჩვენ გავაგრძელეთ და სასიამოვნო და სასარგებლო ერთად არეულია დაზღვა რაღაც ზაფხული და ჩამოვიდა სტუმრე მოკლედ ჩამოსული იყო სტუმრად ასევე ივანიშვილი აღარ არის პრემიერ-მინისტრი და ეს რა ქვია ამ სხდომების დროს გავიგეთ რომ კულუარებზე ივანიშვილი და მოვიდა მის ჩემთან მის მდივანი და ჩვენთან შეხვედრა უნდა და სადღაც ოთახში როგორ ახარ ასე ის ყოლქონდა კონტაქტები ტელეფონით რაღაც მაგრამ იქ იყო ჩემთან შეხვედრა მოინდომა ალბათ და მოვყევი რაღაცა და ვაში ძალიან ნუ ყოველთვის მქონდა რთული ვითარება ყოველთვის და პრობლემა მქონდა სწორედ უსაფრთხო სამსახურებთან მუშაობაში ძალიან განსაკუთრებით და უთხარი რომ აღარ შემელებეთ კი ბატონო ბიძინა ძნელია ახლა წამოსვლა არ იქნება ლამაზი ხალხი ვერ გაიგებს ამას მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს გაკეთებას მინდა ვერაფერს ვერ აკეთებ ტყვეებს ამოყვანა მინდა სოხუმი და ცხინვალი და ვერ გამოყავდა პატიმრები იმიტომ რომ აი ქვია რა მიხა დახმარების ნაცვლად სულ გიშლიდა ხელს თქვენ მოიტანეთ ფორმულაზე მქონდა და იქ ჩემ წიგზე იყო ლაპარაკი კი მათ შორის კი დავწერილი ანგარიში რა გამიკეთებ რა ვერ გამიკეთები უბრალოდ და იქ დეტალებში მაქვს აღწერილი როგორ ვერ გამომყავდა პატიმრები სოხუმიდან და ცხინვალიდან მე გამოვიყვანე საბოლოო ჯამში აი ამ ეპიზოდის გამოვიყვანეს შემდეგ. უთხარი რომ პატიმრები ვერ გამომიყვანე მეთქი სოხუმიდან და ცხინვალი და სირცხვილია, იმიტომ რომ აფხაზები მაძლევენ. და ჩვენები არ იძლევიან საშუალებას რა. სუსი, ისევ და ისე. ან იმის მაგივრად რომ დახმარებოდნენ კი არა ჩვენ ვიზავთო. ამაზე აღწერილი მაქვს წიგში ასე რომ ახალ პატიმრებს არ უშვებდა სუსი. აი ეს პატიმრები რომლებიც ჩაცვიდნენ რაღაცა მოკლედ რომელსაც აფხაზები აბრალებდნენ რომ იყვნენ ესე ქვია ჯაშუშები. კაი მოდი ამას შეფასება მივცეთ ცოტა თქვენ ხო თქვენი მოსაზრება გექნებათ ეხა ეს რატო ხდებოდა ანუ აქ შეგვიძლია დავინახოთ პირდაპირ რუსული კავშირები ან თუ აი რა პატა ზაქარიაშვილის ჯინაზე ხდებოდა ეს უბრალოდ თუ უფრო რაღაცა ფართო ეს სამშობლოვანია მე მართოს ვიყავი შემთხვევითი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი საკრეტებული იდეების გამო მოვხვდი და იმიტომ რომ სულ დღემდე დაალაგებულია თქვენ გესმით აი ჩემი სამინისტროს ხმა საერთოდ რომელიც ასეც მინისტრიც არ ვიცი ხო თი ახვლედიანია
გინესის წიგნში შესატანი, იმიტომ რომ ამ თანამდებობაზე ყველა დიდხანს მე ვიყავი. ძამალისლებიან დათო ბაქრაძე იყო, ვინ არის იყო ამ თანამდებობაზე, მაგრამ რამოდენიმე თვეები იყვნენ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მყრალი თანამდებობაა და პოპულარული არაა და ანუ მე მეგონა მე ვიქნებოდა გინესის წიგნში. თუ სად ახარ? თიახლედიანი არის, რომელიც ყველაზე დიდხანს არის აი ამ თანამდებობაზე. ნაწყენია ბატონო. მაგ თანამდებობაზე აი რა ხდება? მაგ თანამდებობაზე აი რა არის მაგ მინისტრის მოვალეობები. სულ ჟურნალისტები გეკითხებიან რა ხდება ცხინვალში, რა ხდება სოხუმში, იქ რაღაცები ხდება, შენ ყველაფერს ვერ აკონტროლებ. გაკ უხერხული მდგომარეობა, გინდა ყველაფერს ვერ ამბობ რა, ახლა მით უმეტეს მე ბევრი რამე ვიცი ამ დროს. ვერ ამბობ, კაცო, ყველაფერს პუტინს ვერ დაუძახებ მტერს, იმიტომ რომ შეიძლება არ ეგრე იყოს საჭირო. ხო, კი, მაგრამ მაგას ვილაპარაკოთ, ხო, აუცილებლად გადავალ, ხო, ისამონებით. ხო და ანუ ყველაფერს ვერ ამბობ და არა და ცალკე ეტყვი ჟურნალისტს, ცალკე გაიყვანგა, მაგრამ მას უნდა რომ ეთერში თქვა და ეთერში ვერ იტყვი ამ რაღაცებს, იმიტომ რომ იქ აფხაზები გისმენენ, იქ ოსები გისმენენ, იქ რუსები გისმენენ და შესაბამისად მართავენ ამ სიტუაციას ყველაფერს. ამიტომ ძალიან მყრალი მომენტია და დემოკრატებზე მაინტერესებს რა მოხდა, როგორ მოხდა ეგ ამბავი, ეს განხეთქილება რითი დაიწყო, რატო დაიწყო? არ ვიცი, ექვია, ბიძებაში რავს არ მალავდა სიმპათიებს რესპუბლიკელების მიმართ. ეს მომენტი იყო. და ეს ცოტა იყოს ყველა ხუმრობაში გვაგდებდა. ხშირად იყო ხოლმე რომ ქვია რაღაც შეხვედრაზე, მეთქოდა რომ აი რესპუბლიკელები აი მომწონს და აი თავისუფლ დემოკრატები რაღაც უცნაოდ იქცევენ. ეთქოდა ხოლმე ამ რაღაცებს. და ყველა ჩვენ რესპუბლიკელები რაღაც გიხარობდათ. უცნაურობა რა შეიძლება მოიხატებოდა. მეგობრები იყვნენ და ნამდვილად და აი რაღაცა და სუსხის მომენტი იყო, რაღაც უსიამოვნო იყო ასე საჯარო. პირველი და თავარი მომენტი იყო მაინც ის რომ ქვია მე მგონი ამბავს გახსკდა მე ამბავი სულ მალე, როცა ალასანიას დაარტყა. ხო, მაგაზე ხია ალასანიასთან. მე აი მაგაზე მაკითხვა გთხოვ რა, აი მინდა რომ ძალიან დელიკატურად დავსვა, იმიტომ რომ უდელიკატურესი თემაა და არც მინდა რაღაცა ყვითლად გამომივიდეს, მაგრამ მოკლედ ალასანიას გუნდის ქართულ ოცნებიდან წასვლის შემდეგ გარდა ამ ხა პოლიტიკური დარტყმებისა იყო იქ ძალიან ბინძური კამპანია, მათ შორის რა თქმა უნდა ხა სახელს და გვარს არ ვიტყვი ეთერში, წევრებს გაურცელეს პირადი ცხოვრების კადრები. კი. ამის შემდეგ თქვენ რაღაც დრო კიდე იყავით მე როგორც მახსოვს ქართულ ოცნებაში, ხო? როცა ეს ამბავი მოხდა. არა, როცა თავისუფალ დემოკრატები წავიდნენ, შუა კიდე დიდხანს ვიყავით. ხო და აი ეს თან მით უმეტეს ახლა თავისუფალ დემოკრატებს თქვენ ერთი გუნდი შეიძლება არ ყოფილიყათ რესპუბლიკელები და თავისუფალ დემოკრატები, მაგრამ განსაკუთრებულად ახლოს იყავით და ეს თქვენთვის ახლა მე ისე არ მინდა რაღაც ყვითელი კითხვის დასმა რომ ეს თქვენთვის არ იყო განსაკუთრებული ის რა ეგრე არ მინდა თქვენთვის დასმა. ანუ ამ დღევანდელი გადმოსახედიდან რა ვიცი ყოველ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ რომ ამის უკან ქართული ოცნება დგას ახლა და ვიღაც ნაცებს არ გაურცელებიათ ეგ კადრები როგორც ყველაფერზე იქ ხელს იშვერენ. ამაზე მაინტერესებს თქვენაზე ან თქვენი რეაქცია რა იყო ამაზე, იმიტომ რომ მე მაგალითად აქ ფაქტის მე ველოდი რომ ძალიან ბევრი ადამიანი მასიურად წამოვიდოდა ქართული ოცნებიდან. თქვენ იმ პერიოდში არ ყოფილხართ, ეს არ გაიკეთებიათ და ხო აი ხა რაღაც დანამუსებისავით კი არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ რა მოხდა პარტიაში ეს არ იყო. აღიარეს რომ მათი გაკეთებული იყო. დათო ზურაბიშვილი კატეგორიულად მოითხოვდა რომ გამოსულიყავი, წამოსულიყავი. ჯილდოც დააწესა, იმან რა ქვია, უსუფაში მაშინ იქ იყო ჯერ კიდე პარლამენტის თავმჯდომარე. ეს მალე ხდება, როცა მთავრობაში შევდივარ და ჩვენ კიდე დიდხანს ავართ მე ამის შემდეგ იმაში. მე კატეგორიული მოხდიყავ დარჩენილიყავით, აი გულახდილად გეტყვი, ხო, აი ხლა არაპოპულარული თქვენთვის, იმიტომ რომ მე ვამბობ რომ ჩვენ ვართ პარტია, პოლიტიკური პარტია. ჩვენ ხალხმა გვანდო, ამიტომაც მომხრე პარლამენტში შესვლის რაღაცების ამის ალბათ გვექნება საუბარი. ანუ შენ ყავს ამორჩეველი, რომელსაც უნდა საქმე აკეთო. ძალიან ცუდია, ძალიან უსამართლოდ მოექცნენ ალასანიას, ჩემი აზრით, იქ კაბელების თემა იყო, რაღაცეების. არა, მე მესმის, მაგრამ აი მე რა თემაზეც დავსიკითხვა, ის იმასთან შედარებით კიდე რადიკალურად კატასტროფულად საშინელი რამეა. არჩევანი იყო, რომ ან უნდა გამოსულიყავით, იმიტომ რომ სრულად უსამართლოდ მოექცნენ ალასანიას, სრულად უსამართლოდ. არავითარი გამართლება, არავითარი ახსნა არ აქვს ამას. მაგრამ ჩვენ რესპუბლიკურ პარტიას რაც ვაკეთებთ. ეხლა მე ყოველას ნაცვლად ველაპარაკებ, მე ველაპარაკებ, რაც ჩემი არგუმენტები რა იყო. საბოლოო ჯამში ჩვენ დავრჩით და მიმაჩნია, რომ არ მარტო მე ფიქრობდი ასე, სხვაებიც ფიქრობდნენ ესე იგი. კუთურჯო რესპუბლიკურ პარტიაში ყველაფერი ეროვნულ კომიტეტში მიიღებოდა. ესე არის ერთი ადამიანი არ ღებულობდა გაწყვეტილებას. იქ ეროვნული კომიტეტი აღარ მახსოვს 10 თუ 15 კაციდან შედგებოდა, რომელიც უკეთ უყრდით საქმეს და ხშირად, ძალიან ხშირად ჩემს პარტიაში ყოფილი ვარ უცირესობაში. გასაგებია ბატონო, აი მე იმ კონკრეტული ამბავზე მაინტერესებს, თქვენ იქ მოიკითხეთ, რაღაცა მსვლელობა მიეცით, ან როგორც მინიმუმ ის მაინც გაარკვიეთ, რომ ეს ნამდვილად ქართული ოცნების სუსის გაკეთებული იყო. მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თქვენ ხო გუნდის შიგნით ალბათ არ ვიცი. კადრებს ლაპარაკობდა. იმიტომ რომ ეგ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კადრები აიყო ნაწილი პოლიტიკისა, ხო? ან კადრები გაავრცელეს იმიტომ, რომ რაღაცა უნდა გაკეთებული იყო, ამით ის გაკეთდა. კი, დისკრედიტება ხო პოლიტიკური გუნდის ალასანიას. ამის უკან ხო დგას არა კადრებში არსებული სურათი, არამედ სხვა რაღაცა.
ახლა ისევ იმისავით არ მოგივიდეთ რუსეთის მე სხვანაირი გაის რო ანუ ეს განსაკუთრებით მძიმე ამბავია თქო თორე კაბელების საქმეზე რა თქმა უნდა ყველაფერი კომპლექსურია ხო რა თქმა უნდა მაგრამ აი ეს ამბავი რო იყო პიკში აი უსუფაში მაგრამ თქვა რომ მილიონი ვინც გვეტყვის ვინ გაავრცელა და ასე შემდეგ ამ დროს თქვენი აი ეს მით უმეტეს რომ შიდა კრიტიკა ქონდათ და სიტყვა გეთქმოდათ ეს რაში გამოიხატა მართლა მაინტერესებს რომ რაღაც ვიღაცას დაურეკეთ ეს ვინ ქნამ გამაგებინეთ თქვენ ხო არ უბერავთ ბიჭო არ ვიცი რა ფორმით შეიძლება იყო მე გამოიხატა იმაში რომ დავრჩით მაინც დავრჩით ხო და ცუდი გამოხატულებაა ეს არა ეს ძალიან კარგი და პასუხისმგებლური გამოხატულებაა ეს პასუხისმგებლობა დაგეთანხმებოდით იმ შემთხვევაში თუ როგორც მინიმუმ აი ამაზე რაღაც შედეგს დააყენებდით იქ ჩვენ გამნაბზეთ მუშაობა ჩვენ უამრავ საკითხებში მივიღეთ მონაწილეობა მოვახდინეთ ანტიდისკრიმინაციულ კანონის პაკეტის მიღება მოვახერხეთ დეცენტრალიზაციის რეფორმირება ყველაფერი მე უკან დააბრუნეს ამის შემდეგ მაგრამ ჩვენს გავაკეთეთ ჩვენ ჩართული ვიყავთ სასამართლო რეფორმებში რას თავარია ჩვენთან და არარესპუბლიკურ პარტიებთან ჩვენ აი იმ ხალხმა ვინც მე წამოვიდა იმიდან რა ქვია ქართლოცებიდან ჩუგოშვილები და ესენი ბესელები ანუ იქ გუნდი იყო შიგნით თქვათ ასე ლიბერალ დემოკრატიული ღირებულის მატერებელი ადამიანები ჩვენ ერთად მივახცეთ იმას რომ კონსტიტუციაში საბოლოო ჯამში დამოკიდებულება იყო ესენი კი უბერავდა ჩვენც რო წამოვიდეთ სულ ჩამოიქცევა ეს ქვეყანა და ამიტომ ჯობია და მე პაატა ზაქარიშვილი ვიყავი კატეგორიული მომხრესობიდან ფორმულირებისა დიახაც აუცილებლად იმიტომ რომ თუ შენ წამოხვალ ვინ დარჩება ქვეყანაში თუ შენ ასე იოლად შეგიძლია გმართოს ვიღაცამ გამოგიქვეყნოს ესა ქვია რაღაცა მასალა რა მოურჩა შენ მარტო აი ესე რუსული პოლიტიკის ხო მაგრამ ამ დარჩენის პარალელურად ეგ ამბავიც რომ გაგერკვეთა ვიღაცებისთვის თავში ჩაგეჩაკუჩებინათ რა დონეზე შეგეძლოთ ხო არა შენ რა იცი რა მე მაგითო გეკითხებით რო არ ვიცი არა მე სარუცი ეს მომენტია როცა მე ამ საკითხებში ჩართული არ ვიყავი ჩემთვის თავარი იყო ის რომ აშკარად ვიღაცა დაინტერესებულია რომ ალასანიას ტიპის პარტიები გაიფრიკო საქართველოსთან, ხო? პოლიტიკა და არ ვიცი, შეიძლება ალბათ მაგიტო ვერ გამოვა პოლიტიკოს, იმიტომ რომ მე რო იქ ყოფილიყავი, რა ის ჩემი უწყება მაბარია კი არა, დავრეკავი და თქვენ ბიჭო, ხო არ უბერავთ, ვინ გააკეთა ეს ეხა თქვი, ჩვენ ხო კარგად იცით ვინ გააკეთა კაცო. ხო, ვიღაცამ გააკეთა, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხო ვიცი, და მე მოდიში მაგრამ მე რო ვაგზელებ, მოდი ჩემი მიმართულება მაქვს და კონფლიქტები და რაღაცა, ანუ რონაირად ნერვები მეშლება საკამოს საქმეა. ჩემთვის არ არის ჩვენ მნიშვნელოვანია, ვინ გააკეთა, უფრო მნიშვნელოვანია, რატომ გააკეთა. რატომ გააკეთა, არ იცოდით, ჩემთვის დღესაც ცხადია მაშინაც ცხადი იყო. ალასანიას გუნდი ჩამოშორება უნდა და შვენიერია. როცა მესმის რატომ გაკეთდა, მე ან უნდა მივყვე მას და წავიდე, იმიტომ ვიღაცას უნდა რომ წავიდე. ან ჯინაზე უნდა დავრჩე. აი, ეხა შემოდის გიორგის არ დავაცადე, მაგრამ ამაზე მაქვს ზუსტად შეკითხვა. აი, ხა თქვენ რას ამბობთ? ეგ ლოგიკა მესმის აბსოლუტურად. აი, მე თვითონ ჩამოვაყალიბე მეტიც რასაც გულისხმობდით და ამ ლოგიკიდან გამომდინარეობს, იცი რა? ერთ-ერთი შეკითხვა მქონდა, ბარემ დავსვა. ამ ლოგიკიდან, აი დღესაც რო დაგიკავშირდნენ ქართული ოცნებიდან, პიტა ბიძინა ივანიშვილი ან შუამავალი და რო გითხარ, აი რაღაცა მნიშვნელოვან უწყებას ჩაგაბარებთ ისე თქვენ. იმიტომ რომ აქ ვიღაცები ისინი მყავს არაპროფესიონალები. მაშინ დღესაც უნდა დათანხმო. რა თქმა უნდა, მე პარტიაში ვიყავი, ეს გავიწყდებათ ყოველთვის. აი, პარტიას რო შემოგთავაზო. ნეტო გუნდი მეყოლება, სადაც ხო, გუნდი რო გეყოლოთ. აი, თქვა რესპუბლიკურ პარტიაში ხართ ისევ დღე ფორმალურად არ. ამიტომ წამოვედი 16 წელსვე წამოვედი. კითხეთ, თქვათ რომ მოდი ხართ რომელიღაც სამინისტროში, თქვენი გუნდი მიყავთ თავისუფლად უბრალოდ მინისტრია. მე უკვე მოუსპე ხიდები რომ ეს წინადადება არ მე დაშვების დონეზე ვამბობ. აი მე რომ იყო პარტიის წევრი და პარტია მიიღოს გადაწყვეტილება. მე რო გეუბნები თქვენ რაც გჭირდებათ სამინისტრო სამართავად, რა რესურსიც. აი რო დაუშვათ რომ ეგ რესურსი შემოგთავაზო. მე პოლიტიკა ვერ წარმომიდგენია გუნდურობის გარეშე. ერთი პოლიტიკოსი არ არსებობს ბუნებაში. ამიტომ ხო და მაგას გეუბნებით, გამარჯობა. იქ გუნდის წევრი იყავით, რომელიც ეს რაღაცებს აშავებდა, მაგრამ თქვენ ამბობთ რომ გუნდის გარეშე მე შემეძლოთ სანკე მე ვიყავი გუნდის წევრი, რომელსაც ერქვა რესპუბლიკური პარტია. ხო. ეს რესპუბლიკური პარტია თავისი ნები, თავისი გადაწყვეტილებით, დემოკრატიული გადაწყვეტილებით იყო კოალიციაში. მე რატომ არ ხართ ამ რესპუბლიკური პარტიის წევრი, რა გაფუჭდა? არა, უკვე იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მაინც უნდა დარჩენილიყავით. აი ხა პასუხობს ორ შესასარგებლო, ქვია, კითხავს. ჩვენ ბიძინამ დაგვიყენა რაღაც პირობები. რომ უნდა თქვენი 16 წლის სიებში თქვენ იქნებოდით არა წინასწარ იყო ძალიან მოწონდით ნუ ამბობდა არ ვიცი მაგრამ ამბობდა რომ რესპუბლიკელები ძალიან მოწონს და მათ ეკნებათ რაღაც რაოდენობა მე მინდა რომ ჩვენ გუნდში კოალიცია შევინარჩუნოთ კოალიცია პარტია არ გაუქმდება და მე მინდა რომ პარტიას ქონდეს რაღაც პროცენტები არ მახსოვს უკვე რამდენი და უცებ მაისში 16 წლის მაისში
ხდება რომ ამბობს რომ უკვე ჩანს უკვე კობახიძის ჭრდილები და რაღაცეები ამ ხალხის ჭრდილები უკვე გამოჩნდა მან 20-30 რომ მომდა ხოლმე მანამდე უკვე დავაფიქსირეთ ეს მომენტი და დაიწყო ჩვენი ჩახსნა და 20-30 ბოდიში მაისი 16 წლის მაისში იყო რაღაც შეხვედრა რესპუბლიკურ ვიყავი შეხვედრაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერებისა და ივანიშვილთან თუ არა კვირკაშვილთან პრემიერ-მინისტრთან და გითხრეს რომ იქნება არამდენი თუ მაისია და ოქტომბერში არჩევნებია იქნება არამდენი არამედ მნიშვნელოვნად მცირე აი ჩემი პოზიცია იყო რომ ხალხნო მაინც უნდა დავთანხმდეთ იმიტომ რომ გვაქვს ტრიბუნა გვაქვს საშუალება საზოგადოებას ველაპარაკოთ ამიტომ მე დანარჩენებმა თქვენ სიებში თუ არ გსვამენ რაღაცა არა თუ დანარჩენებმა თქვენ თუ ამდენს თუ გვართმევენო გვებძვიანო და წამოვიდეთ მაშინ და მე ვობა არა რაგე გვებძვიან ესე იგი რაღაცას წარმოვადგენთ ხალხო თუ ჩვენ ვიქნებით არა იმდენი რამდენიც ვიყავით და უშე პირობითად 15% და ვართ 5% და მაინც ვახურებთ მაინც გამოვდივართ და ქართული ოცნების სახელით მაინც ვებძვით მათ შიგნით ლეგიტიმურ სიმწეში პარლამენტში თავრობაში თუ ჩვენ გვაქვს ამის შანსი ხელჩასი არ უნდა გავიქცეთ ახლა ხდები გახარიამ თქვენზე რატო შეერჩერა არჩევა არა მოიწმეთ არა მიხარია 12-16 წლებში აი საპარლამენტო მანდატების მხრივ როგორი იყო კოალიციაში გადანაწილება აი ცალკე პარტიებს რამდენი მანდატი ქონდათ და ბიძინა ივანიშვილის მანდატი რამდენი იყო მახსოვს გულახდად გეტყვი მაგრამ დაახლოებით მე მგონი ჩვენ რესპუბლიკის ქონდათ 15% თუ არ ვწდები თავრობის ფორმირებას თქვენს გარეშე ვერ შეძლებდა ხო არა მაგრამ ხო ალბათ აი თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების და რესპუბლიკელების დეპუტატების და კიდე კონსერვატიული პარტია იყო აი ამათი დეპუტატების გარეშე მთავრობის ფორმირებას ხო შეძლებდა ბიჭო არ მახსოვს ზუსტად ეგ იმიტომ რომ 16 წელს ჯერ კიდე ქონდათ რეიტინგი რაღაცა დონის კი არა 16 წელს მათ რაღაცა მოიწონა ქართული ოცნება ხო იყო სიტყვაზე აი რაღაცა საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ქონია ესე იგი სადღაც 113-ზე ნაკლებ დეპუტატი ყავდა ხო და საკონსტიტუციო შეჭდება საკონსტიტუციო არა ერთი 25 დეპუტატი თქვენი ხო იყო აი თქვენ სხვადასხვა პარტიებს არა ბიძინა პირადად ბიძინა მე არის ნამდვილად არ არც მე არ ანუ აი თქვენს გარეშე მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებდა ესე მე მგონია რომ ჩამოაყალიბებდა აი როცა თავისუფალი დემოკრატებისზე შეტევა დაიწყო როცა შეატყეთ რომ იქ რაღაცა საპარლამენტო სიებში უკვე იქ ჭრილები ჩანს და ცდილობს რომ კოალიციის ბალანსი დაარღვიოს და ჩახსნას აი მაშინ აი დეპუტატების დონეზე თანმიმდევრ საპარლამენტო რესპუბლიკაში რატო არ გაუკეთეთ რეაგირება როცა მაგის მერკეტი ანუ რომ გევაჭრათ თქვენი დეპუტატების რაოდენობით რასაც თეორიულად შეიძლებოდა დაეკარგვინებინა უმრავლესობა არა ხარა გვებოჭას კი ჩახსოვს სპეციფ 16 მაისში ჩახსოვს მეთქი გითხარით საერთოდ გითხრათ რომ მორჩა თქონდა დამთავრდა თამაში თუ გინდათ 5% აიღეთ რაღაც აღარ მაქვს ამდენი მე მომბოდი უნდა აიღოთ ნახე რას გეუბნება 2016 წლის არჩევნების წინ ჩახსნეს ანუ იმ არჩევნებზე აღარ ქონია მესმის აპრილში ჯერ კიდე ყველაფერი რა იყო 12-16 წლამდე რაც ხდებოდა აი იმ მონაკვეთში აი ეს რაღაცები რო არ გამოდიო და ვიღაცები ხელს რო გიშლიდნენ რაღაც კონკრეტულ საკითხებში ის კადრები რომელ წელს იყო რო გამოქვეყნდა 16-ში სადღაც 16-ში მე მგონი არჩევნებამდე ხო? ამ წუთში ვერ დამიგებოდა. იცით მაკადრებზე კი ნახა მე რო დამიჭირეს, მოვი მოკლედ. შენ კიდე დაგიჭერენ მე ვატყობ მაკადრებზე. აი ესე იგი, ეგ კადრები რომ აღიარებითი ნუ გამოგევა ხარ. არა, ეგ კადრები რო გავრცელდა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების, ყველგან ხო დაიდო YouTube-ზე საიტვირთა და დილით გავიღვიძე და ეგეთი ამბავი ხდება და შსს-მ დაიწყო ისტერიულად ყველგან წაშლა და მე სადღაც შევხვდა ლინკი. ახ და მე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე როგორც ჩვენ ვეხობე ავიღე ეს ლინკი დავაკოპირე და შსს Facebook ვერს ჩავუგდე რომ ხალხო აქაც წაშალეთ დარჩენილია აი ესეთები ჩვევია ხოლმე ეს მოქალაქეობრივი მე მიტრიალდება ცუდა არ ნახეს ეს გვერდი დავრეკე ტელეფონზე რომ ხალხო დარჩენილია მეორე სასწორბეთში აი საკადი გვაქვს შეიცის და წასული ვიყავ მე თან კბილი უნდა ამომეღო რაღაც ოპერაციას ვიტარებდო მირეკავენ პატო თქვენ რო თან მოვიდით და გამოძახებაზე რა გამოძახებაზე ლინკი მოგაწოდეთ წაშალე გამოძახებად დააფიქსირე 112-მა მოვედი სახში ნა ოპერაციები ყბაგასებული სისხლები მომდის მთელი ლოტკინის პოლიცია არის ჩემს სახთან მოცვენილი გამოვყავ შენ რაღაც ლინკი აგიტვირთავს რა მიტვირთავს ბიჭო ხო არ გადაირეთ მე ნახე და მოგაწოდეთ და სანამ ეგ გაიგეს ლინკი რა არის ვიღაცა ოპერი მოვიდა ლინკი რა არის რა უნდა უთხრა ხა ლინკი რა არის არიცოდა რა მე ვთხრა ელექტრონული მისამართი რომ ამოიღო აგერ გულის ჯიპიდან პასტაპორტზე ჩამაწერინეო და დედას პიცავარ http x რაღაცა youtube რაღაცა ესე ვაწერინე ლინკი და
ნუ ბოლოს ეთქო მე ვიღაცამ დაურეკა ცენტრალურიდან რომ გამოდი რა უბერავთო თქვენ რაღაცებს და კინახა მე დამიჭირა საბოლოოდ მაგ ამბავს. აი ესე იყო ეგ ამბავი, კაი მორჩი. თვითონ აი იმაზე რა ქვია, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, იყო ღარიბაშვილი რო იყო პრემიერ-მინისტრი და 16 წლამდე არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ რაღაცა ისე არ მიდიოდა, როგორც მაგალითად 2011 წელს შეთანხმდით, როცა კოალიციას ქმნით. აი მithქვია და თქო და გულახდელი აბსოლუტურ გულახდელი ხოლ გულახდელი ვარ და გულწრფელი და არასდროს ვიტყურები. მთელი პრობლემა ჩემია. რომ არ ტარდებოდა არც ერთი რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის ხდომა, უკვე მთავრობაში ვართ, მინისტრები ვართ, სპიკერი, ყველაფერი. პირველი შეხვედრა, აი დავხდებოდი ასე ოთახში და გამარჯვების შემდეგ, გამარჯობა, პირველი კითხვა იყო. რამეს ხო ვერ გძნობთ რომ მივდივართ რუსეთისკენ? აი გულახდელი გეუბნები. მე მინისტრის აყვე ეს მე კითხებოდი სულ მე ვონები მე ვერ გწნობ ანუ სულ აი პირველ სულ ეს განცდა რომ ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ და არ გამოგვეპაროს ეს როგორც ქვია ესეთი მოდარაჯე ძაღლები რომ არ გამოგვეპაროს ეს ყველაფერი ეს იყო ძალიან მძაფრი განცდა მაგ აი ასევე გულახდილად გეტყვი რომ აი ამ საერთო ეხლა 15 არც ესე უგუნური ადამიანი ვისხედით ხოლმე რომ რომელიც მართლა პასუხისმგებლიანი ვიყავით სახელმწიფო წინაშე სულ ვრანტობდი ხოლმე ნეტავი ჩვენი ეს ეროვნული კომიტეტის ხდომები პირდაპირ ეთერში გადიოდეს საქართველოში იმდენად მძაფრი და შენ პარტიას გულისხმობ იმდენ მძაფრი და Facebook-ზე გაგიშვათ ლაივი ძალიან მაგარი რაღაც ძალიან კარგი რა ვიცი ერთი კამერა და ლაივი არ მოიძებნა პარტიაში არა ეს დახურული ხდომები იყო ესე კი არ იყო დახურული ხდომები იყო ეს კითხვა რა გიშდებოდა ან ეს იყო იმიტომ გიშდებოდა რომ ყველაფერი ეს არ მიდიოდა იმიტომ უჩნდებოდათ რომ ხო იყო ეს ბიძინა პოლიტიკაში შემოვიდა თუ არა იქიდანვე რუსეთის კაცი და ესენს ფიქრობდა რომ მართლა რუსეთის ხო არა პირველი ჩემი ქვია როგორ მოხდა გაცნობა ბიძინასი მან ორი წელი გამოქვეყნა თავიდან ჩვენ სახელზეც კი არ ვიცით ვინ სახელზე ვერც სურათი არ ეძებნებოდა გუგლში იგი შეიძლება მე ხო და პირველად იყო ნეიტრალური რაღაც წერილი აღარ მახსოვს და მეორე წერილში მე მახსენა გვარ პირდაპირ და აი პატზაქარი რამოდენიმე ადამიანი მარტო მე არა 2-3 ადამიანი ახსენა დადებით კონტექსტში მათ შორის მე და შემდეგ ამ დროს მე გაეროს პროგრამებში მუშაობ ცენტრალურ აზიაში ვარ მუშაობ იქ რაღაც კონსტიტუციის კონფლიქტებზე რაღაცები ტაჯიკეთი ყირგიზეთი რაღაც პრობლემები რაღაცა და იქაა ჩაფრული ხელფასი მაქვს ნორმალური და არაფერი არ მადარდეს ყოფები გაეროს რაღაც პროგრამებით და ეს რა ქვია შემოწყობინეს ზაქარიაშვილი მეც ძალიან არაცობა ჟურნალისტები მირეკავდნენ ყოველთვის და პასუხობდი და უპასუხო რომ რაღაც ეჭვენ პარება მეთქი ეს რუსული პროექტი ხო არა მეთქი ეს უპასუხე მაშინვე როგორც კი ივანიშვილი გამოჩნდა ეს მომენტი იყო და აღარ მახსოვს ოდესმე ახსნა ჩემი გვარი მანამდე თუ მე მაგრამ ამის შემდეგ მე რესპუბლიკურ პარტიამ სასტრაფოდ გამომიძახა ცენტრალური აზიიდან ანუ მივატოვე საქმე მე დავბრუნდი ისევ და ქვია ჩვენ გვაქვს ხა შეხვედრა პირველ შეხვედრა ბიზნესთანო მე ბიჭო საქმე არ გაგვიფუჭო რა ეს რუსული პროექტიო არა ჩამოდიო შეხვედრაზე და მე და პირველი ვინც შევხვდით დასულ სუფაშვილის ხვაგანაუს ხოჩია ისიც რაღაც პროექტი იყო და ვერ ჩამოვიდა მე ჩამოვედი და უსუფაშვილი არ უხსენებია მე მახსენა და ამიტომ მე და დათო ბერძენიშვილი პირველად მივედით რესპუბლიკურ პარტიის სახელით ბიზნესთან აქ თბილისში და ხელი რომ გამომიწოდა გამარჯვების ნაცვლად თქვა პატა რა იყო რას მერჩი ამისთანაც ჯერ გამიცანი და მე ელაპარაკეთ ჩემზეო იცოდა ნანახი ისე გულწრფელად მითხრა თუ მე მომეჩვენა რა ცოტა შემსხვა კიდევ ანუ დავიზმენდი ანუ ძალიან ესე იგი რაღაცა რომ სულად ხარ გამომივიდა ადამიანთან არც ვიცი რომ მიაქცია მას ჩემ სამ განცხადებას ადამიანები შერჩეული ყავდა და მე მაგის სუსიო არაფორმალური უყურებდა ბატონო ბატა მთელი გუნდი ყავდა რომელიც მაგას უყურებდა და ამას ნახე და მიქონდათ მე თუ ხარ პასუხისმგებლიანი ადამიანი და შენს ამორჩევას ძალიან ცოტა ამორჩეველი ყავდა მაგრამ ერთ გული ამორჩეველი ყავდა რესპუბლიკურ პარტიას ანუ შენ არ უნდა მიატოვო ზოგი შეაქციო შესამორჩეველს არა ამიტომ თუ შენ გაქვს პრეტენზია პოლიტიკოსობისა კეთილი ინებე და შედი ყველაზე უფრო ბინდუ საქმეებშიც კი აუ მე მგონი 2016-ში მივეცი ხმა რესპუბლიკურ პარტიას მართლა მაშინ უკვე გვიანი იყო არა რო გამოიყავით ანუ მე მგონი მაშინ არავინ არ იყო ვიზებისთვის მიმეცა არ მახსოვს ვინ იყო მაგ რესპუბლიკურ პარტიას ინტერესებს მე ხასიდური სიბრძნეები არსებობს ძალიან საინტერესო ებრაულ ხასიდური სიბრძნეები და კეთეთ სიბრძნე უნიკალური თუ შეხედავ ადამიანს წუმპეში გდია ну გულწრფება ლოთია რაღაცა ქვია სოციალური მიდანა მოგვარდილი კონტექსტიდან თუ შეხედავ რომ ადამიანს წუმპეში გდია უნდა ჩახვიდე ჩაეხუტო და ამოიყვანო თუ არ ჩაეხუტე ვერ ამოიყვანე კეთა და შენ გაჭუჭყენდები მისი ტალახით
მე შენ ტალახი არის მის ტალახია. ამიტომ ნუ გეშინია ტალახი. ამიტომ მე ეს კონცეფცია მაქვს რა, მე არ მეშინი არასდროს სხვისი ტალახის მოწყობა, თუ მე კაკ საქმეს ვაკეთებ მე ვთქვი. მაგიტო ეგ რო რაღაცნაირად დაილექა ჩემს თავში, მაგიტო დაგისვით ეს კითხვა რომ ახლაც რო წუმპეში მყოფმა ბიძინამ შემოგთავაზოთ რამის ხوار გააკეთებით, შეიძლება ჩაეხუტოთ და მოიყვანოთ. ინსტრუმენტები გჭირდება, ამიტომ თავი ინსტრუმენტია პარტია. ამიტომ მე რა გავაკეთე ოქტომბერში ხوارჩემნებია 16-ში, რა. ერთი თვითად და გამოვიდია თქვი რომ გავდივარ პარტიიდან. და ანუ ეგ ინსტრუმენტები ჩაიხსენით. ჩავხსენ, იმიტომ რომ მივხვდი რომ მორჩა მე გავდივარ პარტიული ცხოთრემდე ამას ვამბობ. მე არ გავხდა რომ გახარ ეს პარტიის წევრი. ვიცი. ანუ ჩემთვის მე თუ ვინმე ჭირდები როგორც კონკრეტული სფეროს ქვია ფიგურა. რა უფრო დიდ მასშტაბებზე რატო არ გაქვს? ახალგაზრდა მოდიხარ თქვენ უნდა გახარიასთან მივედით და აი გახარიას მართლა რაღაცას ვაკეთებდა კი არ დავღლილი ვარ მაგრამ მე მინდა რომ მართლა ჩვენი თაობაა ჩვენ ძალიან ძლიერი თაობა ვართ პოსტსაბჭოთა თაობა ვართ ანტისაბჭოთა თაობა ვართ და ვანადგურებთ ყველაფერს ანუ კარგი გამანადგურებლები ვართ ჩვენ შემოქმედები არა ვართ ჩვენ თაობა ამიტომ მე ვგრძნობ რომ ჩვენ თაობა უნდა ვერაფერ ვერ გაგვაგდეთ ხო ხედავთ აი თქვენ თაობას იმიტომ რომ ძალიან თუ კი არა მაგრები ვართ იმიტომ რომ ღრმა ფესვები გვაქვს საბჭოთა კავშირთან მოყოლებულია ძალიან ძნელი ასეთი ხის ამოგლეჯა ღმერთი იზუნებს უკვე ღმერთი იზუნებს მაგრამ ახალგაზრდები აკლია აი მის თქვა მინდა რომ ჩვენ რო წავალ თქვენ სულ სხვა რეალობა გექნება და მე არ მინდა რომ იყო გაჩხერელი ამ გზაში გახარიას პარტიის წევრები ეხარიან პარლამენტში თქვენ ამას ემხრობთ რომ იქ უნდა შევიდეს და ის დეპუტატი უნდესა დეპუტატი გასა სადეპუტატო მანდატი უნდა გამოიღოს აი რას აკეთებენ ახლა აი მოგვიყე მე მევხედავ არა მაგას ამშულობა არა არა გამოდიან კითხოს ანუ რამე კითხვა დასასრულები დარჩა რამე საკითხი შესაძლებელი ან საჩვენებელი საზოგადოებაზე ქართული აი რას აკეთებენ არ ვიცი ხე მე რატომ ვერ ვლაპარაკებ იმიტომ რომ მათ არათა კონტაქტები არ 5-4-ში არჩევნები იყო 5-ში დავიშვებოდი და მორჩა მათ არათა კონტაქტები არ ქონია გულახდად გეუბნებით არანაირი ურთიერთობები ანუ მე მგონი რომ თავარი არის შენი ამორჩეველი გახარია მიხვდა არჩევნები აჩვენა ქუთაისში დავდიოდი ხედავდი თუ ვინმე ლანძღავდა გახარიას პირველ რიგში ნომერ პირველი ეს იყო ის არ ქვია გავრილოვის ღამე ჩორჩანა კაცის შვილს არ ახსენდებოდა და გაქანებული ჩორჩანის თემებია და საერთოდ ხალხს არ ახსოვდა ჩორჩანა იმიტომ რომ მათ არ შეხებიათ გავრილოვის ღამე ყველა შეეხო იმიტომ რომ ადამიანები ჯერ ერთი არ შეხებიათ ამბავი არ იყო მარტო ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც გამოვიდა ინფორმაცია აშკარად ხუის ქართული ოცნება გახარიასთან და გავრილოვთან დაკავშირებით არ არის ბაზრობაზე მყოფი ადამიანისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს ო კი მაგაში გეთახო ამიტომ მე მაგობა და მეორე მაგრამ უფრო რთულად გასაგები თემაა ის რატო დაემსგავსეთ ნაციონალურ მოძრაობას როგორ შეიძლება მიყვებოდეთ მათ? ანუ ჩვენ თქვენ ხმა მოგეცით, ანუ ვინ არის გახარიას ამორჩეველი? გახარიას გუნდის წევრი ზოგადად. ანუ ყოფილი ჩინოვნიკები. ხოცი რომელსაც კობახიძე არ მოსწონს. კი ბატონო, თავარქვა. ყოფილი ჩინოვნიკები. ანუ ვინც იცის სახელმწიფოს მართვა. ადგილებზე, ანუ მას ყავს უამრავი ხალხი, ვინც უსამართლოდ მათი აზრით წამოსულები არა სამსახურიდან და მათ უნდა სახელმწიფო, ანუ ხალხმა რომელიც იყო მისული, დაახლოებული იყო ქვეყნის მართვასთან და დღეს ქვეყანა უკუღმართად იმართება, ანუ მათ ეხლა თქვენ გეთანხმებით ოღონდ პოზიტიურად ამბობთ. საერთოდ არ მიხსენებია, თქვენ ახსენებთ ახლა პოზიტიურად ამბობთ. თქვენ, მაგრამ მეორე ნაწილი მაგის არის. მათ კვევინეთ, ნუ გეშინია. და მეორე და ეს მომენტია რომ საქართველოში არის მოთხოვნილება ამ კატეგორიის პარტიაზე. რაც აუდა არ მოგწონდეს ვიღაცას, არა? ხალხ საზოგადოებაში არის ადამიანები, რომელიც რა თქმა უნდა, სოციოლოგია მიყვარს ამბობთ ის ბატონო. საქართველოში არის 4 ენერგია დამოკიდებული, რომელსაც დამოკიდება გარჩევლებდა. 4 ენერგია. პირველი გამორთული ოფცია რა აქვს, ეს არის თქვენი დედაც. საქართველოს დედა, რუსეთის დედა, ვაშინგტონის დედა, ბრუსელს და მარმეტეს შვილი მყავს მე, იმაში ქვია საბერძნეთში მინირის ყავს ფულს, მე ნახსვამაშო ქუთაისში და არაფერი არ მადარდებს დედამიწის ზურგზე, ყველას დედა. მათ არავითარი მოთხოვნილება არ აქვს საქართველოში. მეორე არის, რომელიც ყოველთვის აძლევს ხმას მართველ ძალას, შევრაცდა დამოყოლებული. ვინც არ უნდა იყოს, მართველი ძალაა, პრობლემები არ მინდა, მივცემ ხმას. ამან ის განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოს ამას არა მხოლოდ რაჭაში ეგრეა და ქვია თუმცა უფრო როგორც ფიქრობ ის მაგრამ არა ყველგან ესია ეს კატეგორია ადამიანებს ხმას ქართულსებას კი არ აძლევენ ან ნაციონალურ მართლ ძალას ეს არის მინიმუმ 25% შევარნაძეს 25% კონდა როცა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო ძოხებს ეფერებოდა და ქვია ხალხი არ ხდებოდა მაშინ 25% კონდა მას მინიმუმ გაყალების გარეშე მაქსიმუმ ეს არის 40%
და 40% მეტი რაც არის როგორც ეს უკვე გაყალბების კონტექსტში გადის. მესამე არის ნამდვილად და ეს ხალხი არის ცოცხალ ადამიანებს მე არ ვლაპარაკობ გაყალბებულ ხმებზე. ანუ ცოცხალი ადამიანი ვინც მიდის და ხმას აძლევს ქართულ ოცნებას. დაშინებულია კი ბატონო, ომის ეშინია კი ბატონო, რუსეთისგან კარგად იცავს კი ბატონო, რუსეთთან პოულობს საერთო ენას კი ბატონო, დავიყიდე, მივიყიდე შემეშინდა მშობა რა, ცოცხალი ადამიანი დილით ადგა, ჩაიცვა, მივიდა, დარდაფარა, არ შეეშინდა, შემოხაზა ნომერი 41 და ჩააგდო. კი ბატონო, ეგ რეალობა გასაგებია. მესამე არის ვინც ნამდვილად გულწრფელად ხმას აძლევს ნაციონალურ მოძრაობას. სადაც არ უნდა იყოს ეს. ნომერი 5, ნომერი 4, ესა, 7-ია თუ 10-ია თუ 2-ია თუ ასე შემდეგ. ანუ ვისაც მიაჩნია რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაამართოს ქართული ოცნება, არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, ანის მის გარშემო არსებული. ეს ეძახით კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას 5 ნომერსაც და 4 ნომერსაც. არა, ეს ამაში შეურაცხყოფელი არაფერი არაა. ეს არის, არ უნდა ჩამოვთავ, ახლა მოვიტარო სია. შეურაცხყოფელი ხა მე რა თქვა, კაცო, რაღაცაზე შეიძლება არ იყოს სწორი, თორე შეურაცხყოფელი, მაგრამ მე სიტყვა არ მიხსენებია კოლექტიური ახლა. არა. ხო. შინაარსი იყო. კი, არა, მაგრამ მე შემიძლია სია მოვიტანო. 7 პარტიის და თქვა ნაციონალური მოძრაობა, ახლები, რაღაცა და ხო დოსწაიდებს, არა? ამიტომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არაფერში ამაში დამაკნინებელი არაა. იმიტომ რომ ეს ის ხალხია, ვინ 12 წელს ვიდი არ დამარცხდნენ იყვნენ ერთად. კი ბატონო, შემოთავაზეთ. ეგრე შეიძლება გახარეს და ქართულ ოცნებას დაარქვათ კოლექტიური კოცები. ვისაც უნდა დაარქვათ პრობლემა, რა თქმა უნდა. მანდ ახლა მეორე მომენტია. პრობლემას იმაში ვერ ხედავ. და მე თავი თქმა არის მესამე, მეოთხე ძალა, რომელსაც არ უნდა არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა. და მე არ მაინტერესებს გახარია, ლელო, ყიფიანი, ღირჩი, იოგო. არ მაინტერესებს. არის ხალხი, ვისაც უნდა რაღაც სხვა, რაღაც მესამე. აი მე სხვა მინდა, ოღონ არ ვთვლიო ნაციონალურ მოძრაობას ვაძლევ ხმას. ხო კი ბატონო, ხო და შენ ან უნდა მოიგონო პარტია. გახარია ჩემთვის მინიმუმ, აი ხა მინიმუმ მისი დეპუტატების შესულები არიან ხელფასების ასაღებად პარლამენტში. აბა რასაკეთებენ? არა, იმიტომ რომ რასაკეთებენ, მაშინ უნდა დავდგე და აი ეს ბრიფინგები აქვს. ძალიან ბევრი ის. ვიცი ეგ გითხრა შარაშიძეას ბრიფინგებით რომ ვიბრძოლო, არა, სხვა აი სხვა ერთი რაღაც ეს მინდა ვთქვა, როცა ამ მომრჩეველზე ვლაპარაკობთ, აი 100 კაციდან 25-30 აზრს ქართული ოცნებას ხმას დანარჩენი არის ოპოზიციურად განწყობილი ამ ქვეყანაში. ქართული ოცნება ამის შესაბამისად არის არალეგიტიმური და მათ შორის იმ გაყალბების ფონზე ხელისუფლება ძალაუფლება ვის უნდა ქონდეს ამ სიტუაციას არ მესმის სიმართლე გითხრა რა. მე თვლი რომ არალეგიტიმურია. მე პაატა ზაქარიაშვილი საქართველოს მოქალაქე ვთვლი რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური. მაგრამ ასე ვფიქრობდი არალეგიტიმურზე, სააკაშვილზე, შევრაძეს არის ხმობა. ეს არის ემოციური დამოკიდებულება. არა, ფაქტობრივი მართალი როა ახლა სუცარჩევი ჩატარდა. როცა ეს რა ქვია, დიტერ ბოდენი იყო თავმჯდომარე მის რა ქვია, დამკვირვებელთა კომისიის და თქვა რომ რა ქვია, უსამართლო ჩატარდაო და დღემდე მე ვეღარ ჩამოვიდეს, ეგ გარდაიცვალა საქართველოს აღარ ჩამოსულა. სამართლიანი არჩევნები საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ამიტომ ლეგიტიმურობა ამ არჩევნებმა გადაწყვიტა თუ არა ძალაუფლების ცენტრის ბედი. რა თქმა უნდა, ეს ხო საკითხია, ლეგიტიმურობის კრება. ეს არის ქართული ოცნება არის უზურპატორი, რომელიც მიითვისა ძალაუფლება. ეს არის ავტორიტარული ლეგიტიმურობის ხო დამშოვანია რა. აი ამ პარლამენტს აქ ნომერი 11, ანუ მე-11 მოწვევის პარლამენტია. აი გულახ, აი ცეთა შემიკრიბოთ მე რა უცბელი არ ეთერში თალკე. 12 როცა მოვა შემდეგი პარლამენტი, რა ნომერი იქნება ის? უკაცრავად. თუ იქნება ისევ 11, მაშინ დავიჯერებ ეს წასული პარლამენტი იყო არალეგიტიმური, ეს ერთი. მეორე, ახალი პარლამენტი რომ მოვა, მას აქვს რამოდენიმე ვარიანტი. პირველი რომ წინა პარლამენტი იყო არალეგიტიმური. ამიტომ ყველა მის გადაწყვეტილებას ვაუქმებ. ეგ ხო საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გააკეთოს, იურიდიულად ახალ პარტიამ ახალ პარლამენტმა უნდა გააკეთოს. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. საკონსტიტუციო ჭირდება მაგას? ალბათ ხო, არ გამოესხავს გაპრებია ყველაფერი, მაგრამ ალბათ. მეორე, იურისტებმა ჯობია, მეორე მოვიდა პარლამენტი, თქვა რომ წინა პარლამენტი იყო არალეგიტიმური, მაგრამ მათ მიიღეს ბევრი კანონები, რომლებიც დღეს მუშაობს. ამიტომ მე ქმნი კომისიას და რაც რევიზიას ვაკეთებ და რაც მისაღებია იმას ვამტკიცებ და ლეგიტიმაციას ვძენ იმ არაკანონიერ მაგრამ მნიშვნელოვან კანონებს და ერთი აქტით აღიარებ ჩამონათვალი იქნება აღიარებ რა ჩამონათვალში არ იქნება თეატრულუკიანის კანონი ეს ავტომატურად უქმდება ის უქმდება ან პირქით მესამე ვარიანტი აი სულ ფეხებზე დაიკიდებენ
აი როგორ გონიათ რა მოხდა რომელი ვარიანტი იქნება ვინ დაიკიდებს ხელს? ახალი პარლამენტი და ახალი პარლამენტი თუ ახალმა პარლამენტმა ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი ლაპარაკი ლეგიტიმურობაზე უკაცრავად და დიდი ბოდიში ბატონო ბატა მესმის თქვენი ლოგიკა მაგრამ მან უფრო რეალისტური გეთახმებით არის რომ ფეხებზე დაიკიდონ მაგრამ ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეალობაზე როცა კოცები თქვა წასული არიან იდეალურ შემთხვევაში და ახალი პარლამენტი მოსულა ან პენსიონერი პატაზაკარეშვილი დაბრუნდა ხელისუფლებაში არა მაგაზე არ ლაპარაკ არ მithkom მე მომემატეს 20 ლარით პენსია არა ვიღო ავიღებ რო ვიღებ ვაღიარებ ლეგიტიმაციას მესმის უამრავ რაღაცა მე რა ხედავს გეუბნებით მაგ რეალობაში რომ თუ ხელისუფლება შეიცვალა მე იმ ხელისუფლებამ დაიკიდა და კაი ჯანდაბას მე-12 გვეთქვასო ეხა გვერქვას იმის ქექვასო ეხა ეგ არ ნიშნავს რომ ლეგიტიმაცია მაინც პოლიტიკური საკითხია ემოციური საკითხია ემოციური პოლიტიკური და არა მაინც და მაინც იურიდიული ხო მაგაშია საქმე თორე ეხა ფაქტობრივი მართლები რო არიან მაგრამ თქვენ ნახეთ ეხა ეს თქმა მინდოდა თქვენ თქვით აბა რა უნდა ქნას უკახარიას პარტია მაგრამ 2023 წელს გაქვთ თქვენ ნათქვამი ძალიან საინტერესო რაღაცა მე იმედმა და იმ პოსტივიმ და იმათაც მოგდეს რომ არის საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დრო. შვენიერია. და უნდა მეც მზად ვარ მაგალითად წავიდე ციხეში. ანუ მე გეუბნებით რომ აბა რა უნდა აკეთოს გახარიან რომ შევიდაო მაკითხოს როსვავთ. თქვენივე 2023 წლის განცხადება შეიძლება იყოს პასუხი და შეიძლება ის უკეთესი იყოს. გამოდის თუ არ გამოდის ცალკე საკითხია. ნაციონალურ მოძრაობა აკეთებს რა. ანუ არის ხალხი. რა თუ აკეთებს მე ვაკეთებ კაცო არა ვარ ეს ნაციონალური მოძრაობა. რა ბოდიში არა თომიკე შენზე არ ლაპარაკ შენ და თქვენი შვილი არ ვართ ნაციონალური მოძრაობა. ვიცი ნამდვილად ვიცი რომ ესია მაგის ხარ მინდა მის ხარ მინდა თომიკე მე მინდა თქვა რომ არის ხალხი რომელიც ასე არ ფიქრობს და მათ თავის პარტია ჭირდება აი არჩევნებში მონაწილეობდი ხო ეხლა ადგილობრივში გამოურიცხოთ ლელოს და გამოურიცხოთ გახარიას ხმები და დაცულება ყველაფერი და გულაკტად არ დაწყვეტ გახარიასა და ლელოს გარდა ხმები არის 800,000 ადამიანი რომელმაც ბოდიში 80,000 ადამიანი რა ვასედო 80,000 ადამიანი რომელს ხმა მისა მაინც ოპოზიციას სხვა ვიღაც წვიმანებს ასე შემდეგ ანუ ადამიანმა ჩაიცვა 4 ოქტომბერს საშინელი ბულინგი მიდის ვინც მონაწილეობს არჩევნებში და წავიდა და ვიღაცას მისახმა 80,000 კაცია ბოდიში რა 8,000 კაცია 80,000 კაცია ვინც მივიდა არჩევნებზე და ხმა მისა სხვა პარტიებს გარდა ლელოსა და იმისი რა ქვია გახარიას ოღონდ ოპოზიცია საქართველოს რომელი ოპოზიცია ალტინფოს მისახმა ხო მაგ შულბარა მოგრასვაშია მოქალაქე აი მაგაშია ჩვენი პრობლემა საქართველოს მოქალაქე 80,000 კაცმა ხმა მისა კონცეპტს რომის არა კონცეპტს არა სხვა ხო წვრილფეხა კონცეპტი ქვია ანუ კონცეპტს არ მისახმა ანუ ის თქმა მინდა მე რომ ჩვენ რამდენი ყველაზე მეტი ამდენ გამოდივართ ქუჩაში რომ ვამაყოთ 100,000 კაცი ხო გამოდივართ ანუ დათვლა ძნელია მაგრამ არავის ეჭვარება ვერ გავიგე საითმიდის ლოგიკა და დავიგე ეს 80,000 კაცი ნაგავია არა ნაგავია მაგაშია საქმე ანუ დაამატე ამას ზემოდან ლელო დაამატე ამას ზემოდან გახარია არაფერი манипуляცია არა ეს ხალხი არის საქართველოს მოქალაქეები ყველა საქართველოს მოქალაქეა მასე კოცების კაცო ხო და ამიტომ დასკვნის მომეცი დასკვნის დრო ამიტომ გახარია მუშაობს თავის ამორჩეველზე ლელო მუშაობს თავის ამორჩეველზე მე გახარიას ღიად არასდროს არ უპირისპირდებოდი ღიად დაუპირისპირდი რის მერე იცი როცა გამოვიდა და აქციაზე მდგომ ხალხს ნაცები გვეძახა რომ ნაცები გასცენა თავზე ნუ დაგვარწმუნდა კაცო ჩვენ ეკეთებინა თავისი საქმე კი ბატონო ამიტომ ის შენზე კი არ თulis უკაცრავად რა მე ჟვანიას დაუპირისპირდი ერთხელ 99 წელს როცა საშინელი გაყალბება ჩატალი განახორციელა ვიცი რასაც აკეთებს გახარია ხვდები ახლა ჟვანია მე ჟვანიას უხარი რომ მე შეხმას არ მოგცე მეთქი ასე დროს მეთქი რა და მან მიცი რა მიპასო ხა მე შენზე არც კი თვლიო შენ ერხალზე არ თვლი თო შენ ცოტა ხარო ძალიანო მესმის ეგ ლოგიკა მაგრამ რატომ ესხმის თავს აქციაზე მდგომ ხალხს რატო ეძახს ნაცები და ნაცები ესხმოდნენ თავს გახარიათ პირველ რიგში ანუ იმ თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე რომ ესე აწყობს რომ თვითონ თავის ელექტორატში აქციაზე მდგომ ხალხს ნაცები გვეძახოს რომ თვითონ ელექტორატი მოემატება ამის გამო მე ბეხა მოდიში მაგრამ არ თორნიკე ერთი წუთი რანაირად მოემატება გახარიას პარტიას ქონა 70%-იანი ვარდნა იმაში ხმებში ყველას ქონდა ვარდნა ქვეყანას ქონდა ვარდნა ქვეყანა დაინგრამდა 20-24-ში მიღებული ხმები რაც ჩაიყარა გახარიას პარტიის სასარგებლოდ ანუ ხალხმა არ მისახმა იმასთან შედარებით 20-24 манипуляცია რა იცი რომ ჩაიყარა გახარიას სასარგებლოდ ხმები არა მაგას არ ამბობს სხვა რამე ჩაიყარა 20-24 არა ჩაიყარა ეგ უსმა რომ მისცეს რეალურად რა 20-24-ში ვინც გახარიას მისახმა რო ავიღოთ რაოდენობაში იმის
70%-მა აღარ მიცა ხმა 20-25-ში და რანაირად მუშაობს სამომრჩეველზე. ანუ ხოდ მაგაში აი ძალიან კარგია, დიდი მადლობა. იმიტომ რომ მიხვდა რომ დააკარგა ხმები, ეხლა უნდა დაიბრუნოს. ფანჩატურში კი უნდა წავიდეს და ბოლმაგიდასა კი უნდა დაიდეს. უნდა დაიბრუნოს აი ეს ხმები რომ 24-ში. იმის ბოიკოტის გამო დაკარგა. ანუ 20-24-დან 20-25-მდე. ხო. ბოიკოტის გამო დაკარგა ეს ხმები? 800-ია. ბატონო, მოიწა ციფრებში მართლა კი ყველამ. ბოიკოტის გამო? გიჩვა დაკარგა ხმები. აი მან იაგო. არა, მაგას ამშობლო იმიტომ რომ იაგო ის გამჟღავნება მოხდა რას წარმოადგენს მაგას ამორჩევაზე ლაპარაკობ. ბოიკოტის გამო კი ბოიკოტმა იმუშავა. მე მათ შორის გონია. ბოიკოტს არაფერი ქონა არ გადაულახია. მე მათ შორის გონია რომ ახალი ისეთი არჩევნები რო ჩატარდეს, სადაც ბოიკოტის თემა აღარ იქნება, გახარიას და ლეოს პროცენტი ცოტათი აიწევს მათ შორის რა. შეიძლება იმას არ დაუბრუნდება. ეხლა რატო არ დაუბრუნდება გეტყვით. ლოგიკას გავაკეთე 100% არავინ არ იცის. ანუ შენ როცა პოლიტიკურ პარტიას ყავს ამომრჩეველი, რომელმაც პირობითად 10% დააფიქსირა წინა არჩევნებში და შემდეგ არჩევნებში თუნდაც ამ ბოიკოტის გამო ჩამოდის ეს 2%-ზე, მე არ ვთვლი რომ ზოგადი რეიტინგი ჩამოვიდა 2%-ზე, მაგრამ როგორც მინიმუმ შენ არჩეულ გზას უარი უთხრა ადამიან მე ბულინგზე რო ახსენე ბულინგი რო გამოიყენეთ სიტყვა ეს ბულინგდებოდე თუ მაგ სიტყვას გამოვიყენეთ ისე პოლიტიკური ლიდერები ხა სახთან არავინ არ ხვდებოდა გახარიას ამორჩევეს უტუტო არჩევნებზე რო გამოდიხარ მაგას არ ეხლა მე არა ვარ გახარიას რეალურად გახარიას არჩევანს უთხრა უარი ამიტომ დააკლდა ხა არა უარი ხალხი სახში დარჩა უკაცრავთ 20 წლიდან მოყოლებული 20 წელი მაინც ისეთი აშკარად გამოაშკარავდა ქართული ოცნების აბსოლუტური შიგთავსი ხო 20 წლიდან მოყოლებული შეიძლება დავეთვალოთ დაწუნეთ ეხლა რასაც ვამბობ ერთი იგივე იქნება 20 წლიდან მოყოლებული ვიცი უფრო ზუსტად ოპოზიციას მთლიანად საშუალო ხმები აქვს 800,000 ხმა 700,000 აგამ საშუალო ხმა ყველა ჯამური ამას ვითვლი და მართლა მაინტერესებს ეს ციფრები ყოველთვის და ძალიან კარგად ციფრები ყოველ 800,000 მქონდა 20-ში 21-ში ადგილმორჩევნებზე 24-ში და უცებ მქონდა 200,000 აი ახლა 600,000 კაცი სახში დარჩა აქედან 100,000 ავიღო და დავსვათ რევოლუციაზე რომ გამოვიდა მეტი ხარ გამოსულა ბევრი გამოვიდა 4 ოქტომბერს საღამოს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა და 100,000 კაცი 700 კაი 600,000 კაცი სახში დარჩა არც იქ წავიდა ციფრები უტყუარია რა ოპოზიციის ხმებს როგორც წესი ჯერ არ ვერ აყალბებს ოპოზიცია თავის ხმებს აყალბებენ ხელისუფლება ჩაოლებენ კი ბატონო მაგრამ ეს დარჩენა ეს 600,000 კაცი ვინა აეკვებ შემოწიკო სოციოლოგია და მე რო დავდიოდი ყოველ დღე დავდიოდი ქუთაისში რატომ დარჩენ სახში ანუ ბოიკოტის თემა უფრო მოეწონა თქვენი დედაცო თქვენს რა დავიღალეთ თქვენ არც ერთი არა ყველა უარგისი ხარ ის გარ დაიღალენ დაიხალენ გაუკროლობისა ჩამოყალიბო იმიტომ რომ ეხლა კაი რაზე უკამოთ ხო მართლა არ ვიცი რაზე უკამოთ ეხლა რაღაცა ქუთაისში ყველა მოდა ამიტომ გახარიამ დააფიქ ჩემი აზრით მართლა არა კონტაქტები ეხლა მართლა არ მინდა გახარიას ადვოკატი აღმოჩნდა და რაღაცნაირად უნებლიეთ რაღაცა დავაზიანო ჯობია მისი ხალხი მოიწვიოთ თუ ალბათ თუ არ მოდიან მე ძალიან დროს უთხოვთ გახარიას მე პრობლემა არა მაქვს მაგრამ თუ ამიტომ დამიახი პრობლემა არა მე მინდოდა მე რაღაც წაგვიყვანა ლაპარაკი ანუ აი ამ სიტუაციაში როცა შენ რეალურად შენი ოპონენტი პოლიტიკური რომელიც ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ზის რეალურად წაგებულია უნდა იყოს უმცირესობაში ბერკეტი უნდა გეჭიროს შენმა ამომრჩეველმა ამისთვის მოგცა შენ ხმა დადგა ისეთი სიტუაცია რომ გამჟღავნდა არჩევნების გაყალბება ხო და შედიხარ რაღაცა 5 დეპუტატით პარლამენტში 12-ით და რასაკაი რა მაინტერესებს მუშაობაში რა ეთქებათ ეხა მაგ 12 აი საპარლამენტო კომისიის შექმნა მოითხოვეს რომელიც არ შეუძლეს ხო მე ანუ ხო ფაქტია არაფრის გაკეთების საშუალებას არ გაძლევს ანუ ეგ ხო ფუჩია წყლის ნაკვაა თან მნიშვნელოვანი თემა შევეხეთ მაგრამ ეცი რა ქვია ცოტა ფილოსოფია უნდა შემოვიტანო მაშინ არსებობს კონსტრუქცია და არსებობს დეკონსტრუქცია ქვია ფილოსოფია ანუ რის ფამიდა სიტყვაზე ძალიან ახლა როგორ მაგალითად ოჯახი უნდა იყოს სიყვარულზე შექმნილი საყოველთაო ცნობილი ფაქტია და მაგრამ ოჯახები იქნება უამრავი მიზეზის გამო გარიგების გამო სიბრალურის გამო ფულის გამო ამის გამო იმის გამო ყველა ამბობს სიყვარულია მთავარი ცენტრალური სიყვარულია გვაქვს რომეო და ჯულიეტა გვაქვს ნატურის ხე როცა სიყვარულზე ვერ იქნება ბოჭა ინგრევა მაგრამ გახარიას და ქართულოსნების ურთიერთობა რობელს შეესაბამება არა ეს კონსტრუქცია შენობა არის სიყვარულზე შექმნილი ოჯახი. დანარჩენი ყველა დეკონსტრუქციებია. პოზიტიური და ნეგატიური. დეკონსტრუქციებია. ეს არ არის ორი საფეხბურთო გუნდია. ბოიკოტი და არჩევნები. თუ არჩევნები ტარდება
მას ბოიკოტი ვერ ერევა. თუ პარლამენტი მუშაობს, დავარქვათ პარლამენტი, ეგრეთ წოდებული, გაყალბებული, ნებისმიერი რაღაც ბოსელი დავარქვათ, მუშაობა არა. ხო, არსებობს რაღაცა ორგანო, რომელიც მართავს შენს ბეზდღეს, ძალაუფლება მას მინიჭებული, ამიტომ მასში არ მონაწილეობა დეკონსტრუქციის ნაწილი ხარ და არა კონსტრუქციის ნაწილი. შენ ვერ ანგრევ კონსტრუქციას. აი ეს თქვენი იდეა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ისევ ეგ შემომაგ. მაშინ რას ემსახურებოდა? რა შევარდეთ პარლამენტში და იქ ბრიფინგები მართოთ და რატო თქვით რომ სამოქალაქო აი მაგალითად თქვენ აღიარეთ თორნიკე და ძალიან გამიხარდა ბედნიერი ვარ რომ თქვით რომ ჩემი შვილის მეგობარი ხართ ხო ჩემი შვილი ცდილობს აი ამ ტიპის რაღაცებით რაღაც კრეატიული მეთოდებით დაუპირა ეს არის იტალიური გაფიცოქია ამას იტალიელი პოსტალიონები პოსტა იტალიის პოსტა ასაკეთებდა მოიცა როგორ ქვია ჩოპერო თუ ჩოპე რაღაცა გაფიცვას ერთხელ და რასაკეთებდა მოვიხედე გამომიგზავნა ვიღაცამ ამანათი და ყველაფერი მისამართი ყველაფერი წერია მაგრამ პატა ზაქარიაშვილს ასე წერია პატო ზაქარიაშვილი აბრუნებდნენ უკან არასწორად დაწერილი არა ყველაფერი გასაგებია შეცდომა და მაშინ ხელით იწერა 60-იან წლების 70-იან წლების მოვლენები გვიყვებით იტალიაში ხდებოდა და ხდებოდა კოლაფსი მაშინ SMS-ები არ იყო ესე ქვია დეპეშები ალბათ გაგიგეთ ბავშვობა დეპეშები რომ ხებულობ დეპეშები არაფერს ვერ გაიგებდი რაღაც 1000 რაღაცა ეწერა უაზროთ რაღაცები მაგრამ ხდებოდა ეს ხელოვნური კრიზისი შექმნა ხო რა თქმა უნდა აი თუ ჩვენ რასაც აკეთებს ჩემი შვილი ხო თუ ზედმიწევნით ზუსტად შევასწავლოთ ამათ ყველა იდიოტურ კანონს არა ჩამოიშლება ძალაუფლება ამას რო აკეთებდეს არაერთი და რა 10 არამედ 500 კაცი მეტი ეგ ორი განსხვავებული გზა გახარიას გზა და თქვენი შვილის გზა და თქვენ მაგორში რომელი უფრო ეხა დავატყვილმან ეს საკითხი მაგრამ ხო ისე და ისე გეუბნები რომ მე აი ამ რეჟიმს ვერ მოვერევით მარტო გახარიას გზით მაგრამ სამაგიეროდ გახარიამ დაიწყო გძელი გზით მოვლა რათა თავის ამორჩეველი გადაარჩინოს უთხრას რომ ბოდიში ხალხნო რო არ შევედი თავის ამორჩეველი თუ თავის თავი არა თავის არა ნამდვილად ამას თავს დავდებ ნამდვილად ერთი თვე მათთან ვიყავი ჩამჯდარ ვიყავი მაგდროთში და სულ გახარიას აღარ გვინდა შენი ბრალია ამა ეს იწყებს ხოლმე სულ ერთი წუთი შენ გადაყავს გახარია შენ ახსენე თუ გაიტე მე მაინტერესებს მე ზოგადად მაინტერესებს აი ამ სიტუაციაში ფრონტის ხაზი გადის ორ ადგილზე ერთი რატომღაც პოლიტიკურ ბრძოლას ეძახიან მუშაობას პარლამენტში ჯდომას ეგრეთ წოდებულში დღეს და მეორე არის ქუჩაში პროტესტის გაძლიერება და ქუჩა ანუ შენი ამორჩევლის ისე მობილიზება რომ არა ის დააჯერო რომ ეხლა მე შევალ პარლამენტში და ფიქსო ჩავატარებ ეს არის ბრძოლა არამედ რეალურ ბრძოლაში წაიყვანო ხო და ეხლა ამ წუთას მაინტერესებს გინდა საკრებულოებში გინდა პარლამენტში ეს ხალხი რო შევიდა რას აკეთებენ და ადამიანის არა რას აკეთებენ მარტონი არიან და კეთახა მაგრამ შუქო შესვლა არის აი ამ საშინელ ჭაობში ამ ბულინგში ამ ლანძღოგინებაში შესვლა უკვე ნიშნავს რომ შენ ამორჩეველს ეუბნები რომ მე შენ არასდროს არ მიგატოლებ ის ეფექტური მნაყოფი არა რომ მომავალ არჩევნებს ხო რეგულარულად მოვა შემდეგ არჩევნებს რომ მოვა რა მე პარტია დავარქვათ არა საჭირო ხა გვარებს ლაპარაკობ თუ მანდამაიც ვიღაცაზე რომ ლაპარაკობ მე პარტია რომელიც შევედი საკრებულოში და შევედი პარლამენტში მე განსხვავებით სხვა პარტიებისგან რომელიც ყოველთვის გადაგაგდებს ზუგ შეგაქცევს არა არ შევა პარლამენტში ბოიკოტს გამოაცხადე ჩემი აზრით კი იქნება იმას იქნება მოიცა გახარიას ხო თავისი ამორჩეველი ყავს რომელსაც რაღაცა უნდა იქნებ იმ პარტიის ამორჩეველს არ შესვლა უნდა გეშინიათ რომ ჩემი აზრი გამოთქვა კი გადაგდება იყო ესა ჩემი აზრი ხო და მე მიხსნით რომ რატო შეიძლება თქვენი აზრი მცდარი იყოს არ არის ჩემი აზრი უბრალოდ იმიტომ რომ ჩამოყალიბებული აზრი მაქვს რა და კი ბატონო შეიძლება მე გააკეთო კომენტარი მაგრამ მათქმევინე ბოლომდე რა კაი თქვით და მე გავაკეთე კომენტარი გახარია ეუბნება რომ მე თქვენ არ გიყალატებთ არასდროს და დღეს მე აი ეს სამარცხინო ვითარებაში -70 რატომ მიიღო იმიტომ ვინაიდან მივიღე -70 ამიტომ მე შევცდი ამიტომ მან მე მიიღო გაწყვეტილება ანუ ეხლა სოციოლოგია რო გაკეთდება უნდა ზრდა ქონდეს სად შეცდა არჩევნებში რო შევიდა იქ შეცდა თელი თვე ვიყავი მათთან თელი თვე ჩამჯდარ ვიყავი პირდაპირ პოლიტბიურო დავარქვა გერმანიაში არ ყოფილ ხარ? ხო, მე ყოველდღე მართავდა. არა, მე ყოფილო რა. ყოველდღე აი ციხეში დაგასხობა ციხეში დომასა და გარეთყოფნა შორის, ხო, უცხოეთ, თუ გინდა უცხოეთში რა. ყოველდღე იყო დილით მარტო რაც მე ვიცი და კიდე სხვა თან მე რეგიონებთან კონტაქტი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ არასდროს არ უხსენებიათ
არა მართლა ვიყავი ხა ჩემ გამო ხო თამაშებდნენ იმედია ასე იყო რომ არ ულაპარაკეს პარლამენტში დაბრუნებაზე. პარლამენტში დაბრუნება უკვე უჩემოთი ანუ მე აღარ ვიყავი მათ კონტექსტში, როცა მათ მიყავი, ანუ ჩემსაც მოულოდნელი იყო თქვენთვის. ეს მართლა საერთოდ იყო მოულოდნელი, ანუ აქამდე რასაც ლაპარაკობდნენ, ძალიან მოსალოდნელი იყო, როგორც კი პროტესტი, როგორც კი ელოდებოდნენ, აი პირდაპირ გეუბნებით, აი ესე, ელოდებოდნენ იმასავით, რასაც აი გიენები, ჩასაფრებულები, როდის მივიდოდ აი ამ ეტაპამდე სიტუაცია, რომ მე შესულიყვენ პარლამენტში 12000 ლარიანი ხელფასი აიღო ძალიან გემრიელი. კი ბატონო, მე არა, ხელფასი ძალიან მარტივი არა იკეთებენ, მაინტერესებს ვიკა ფილფანი. არა, ხელფასი არა, პოლიტიკურ სცენაზე ტივ-ტივის საშუალება. კი ბატონო, ეს მე მომხრევარ ამ. ანუ ისინი ფიქრობენ 28 წელზე. მე თქვენი ლოგიკით ეხა სოციოლოგია რო ჩატარდა, ეს გახარიას პარტიას რეიტინგში ზრდა უნდა ქონდეს. აი თუ არ ექნება, მაშინ როგორ მე რა ესენშალს უკვე მეტი უნდა იმუშაო. არა, თუ არ ექნება. ესე იგი მეტი უნდა იმუშაო. ამას შევა იმის სიგნალი, რომ ის -70%, იმიტომ კი არ იყო, რომ ბოიკოტში გავიდნენ. არამედ იმიტომ იყო, რომ აი ამ რაღაცა რეჟიმს გაყნენ, აი ამ რაღაც იმაში რა ქვია, ეგრეთ წოდებულ რაღაცა ეს არ იყო და ამიტომ ის ელოდება არა სოციოლოგიას მარტო, არამედ ელოდება 28 მესმის, როცა შენი ამომრჩეველი ანუ ამომრჩევლის დაკითხვა მაგაზე მინდა თქვა, ბოდიში. გადაცემაში ერთხელ ხო ვითხოვ ხოლმე, ხო სულ კითხავს და გადაცემაში ერთხელ ვითხოვ ხოლმე, მოდი ხა აზრს გამოვთქვათ. ხო და მინდა რომ აზრი გამოვთქვა. რესპუბლიკურ პარტიაზე ამ შემთხვევაში მინდა აზრი გამოვთქვა. კითხებით რატო არ არის კი, ხა ბოლოსის დავიტოვო. ანუ გადაცემაში ხა რომ თარებჭი. აზრის გამოვთქვა და მინდა აზრი გამოვთქვა იმაზე, რასაც თქვენ უწოდეთ ერთ შემთხვევაში ღალატი და მეორე შემთხვევაში დაკვეთის შესრულება. მოკლედ, ღალატი რატო შეიძლება არ იყოს ის, რაც გააკეთა პირობითად ნაციონალურ მოძრაობამ და ახალმა. ანუ იმათ მე იმაში გეთანხმებით, რომ ადამიანებმა ხმა მისცეს იმისთვის, რომ პოლიტიკაში, პარლამენტში ყოფილიყვნენ, მაგრამ ადამიანები, როდესაც ხმას აძლევდნენ, იმ წუთას იმ ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ეს არჩევნები იქნებოდა გაყალბებული და მას შემდეგ რაც ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ყველა მიცოდა როგორ ყველა მიცოდით რომ კამპანია ქონდა ოპოზიციას, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას დაახლოებით რაშიც ალბათ შესწე რომ ვერავინ ვერ გაიგებს ვის მეცით ხმა ეს კამპანია ხო ქონდათ. ხო და მას შემდეგ რაც ხალხმა დაინახა, იმათივე ამორჩევლის, როგორც გახარიას ყავს თავისებური ამორჩეველი, იმასაც ხო ყავს თავისებური ამორჩეველი. იმათი ამორჩევლის დაკვეთა იყო, რომ ამათთან არანაირი შესვლა და თანამშრომლობა ვინც შევა ჩამოკიდებთ ფეხებით. ეგ დამოკიდებულება იყო იმათ ამორჩევლში, ამიტომ ამათ ამორჩევლისთვის არ უღალატიათ. ეს ერთი ნაწილი. და რაც შეეხება გახარიას ნაწილს, როდესაც ვამბობთ, რომ გახარია თავის ამორჩეველზე მუშაობს, თუ იმათ ის რაღაცა შეცდომა ჩაუთვალა ამორჩეველმა, ეხა მუშაობს გამოსწორებაზეო, თუ დაუშვებთ ამას, რომ რაღაცა გახარიას შეცდომა ჩაუთვალა ამორჩეველმა, ეს რაღაცა რა იყო? რის გამო დააკლდა ნაწილი? მე არ ვამბობ, რომ 2%-ია ჩამოსული, მაგრამ შეიძლება რაღაც 3-4-ზე იყოს გახარიას რეიტინგი. ეს შეცდომა, თუ შეცდომა აღიქვა რაღაც ამორჩეველმა, იყო რომ რატო შეხვედი არჩევნებში? არა. აბა სხვა რა შეცდომა რა აღიქვა? არა, არჩევნებში ვინც რო შევიდა, ამის გამო ხალხმა მას ხმა მისცა, ვინც მისცა ხმა. ვინც მისცა ხმა, ამის გამო მისცა. თქვენ ხო თქვით, რომ რაღაცა შეცდომა დაიხვა და ეხა მუშაობს რომ გაზარდოს რეიტინგი. და რის გამო დაუვარდა რეიტინგი? ბოიკოტის გამო. ბოიკოტი არ შესულა გახარია. ყველას, არა, ხალხი გახარიას მხრიდან შეცდომა რა აღიქვა იმის ამორჩეველმა. არა, მის ამორჩეველმა და დარჩა სახში. ბოიკოტ არ დაგვიწო დაემატა. არ მოიწყო. მაგაში გეთახმებით, რომ სახში დარჩა. 4 ოქტომბერს ბოიკოტის გამო რომ მოაკლდა, მაგას გეთახმებით, მაგრამ გახარიას შეცდომა რა აღიქვა. გახარია რის გამოსწორებას ცდილობს ახლა. 4 ოქტომბერს რევოლუცია იმიტომ დაემთხვა, რომ ის ხალხიც გაეყვანათ ქალაქებიდან, რომლებსაც შეიძლება არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. ეს ცალკე თემა. არა, ცალკე თემა, ამის თემა. ანუ გახარიას შეცდომა რა აღიქვა გახარიას ამორჩეველმა, ამას გეკითხები. გახარიას ამორჩეველმა, ჩემი აზრით, გახარიას შეცდომა ჩათვალა, რომ არ შევიდა პარლამენტში და ყოჩაღრო მან მიიღო მონაწილეობა. შეცდომა არ შეცდომა. ეხლა უნდა მოემატოს წესით. მაგლობ 28 წელს გახარიამ გაიგო მეტი ხმა. სულ ცოტა რაც აიღო 24 წელს. სულ ცოტა, კაი. მე მგონია ბარიერს ვერ გადალახავ, საერთოდ პარტია გავუშვება. ორი კითხვა დაგვრჩა. აი მართლა მაინტერესებს. აი თუ ბარიერი ვერ გადალახავ, გეთახმები. ეხლა რომ შედან პარლამენტში, ესე იგი მაგაზე შევთანხმდით. ეხლა რომ პარლამენტში შედან არაფერს არაკეთებენ. როგორ რატომ ვერ შეთანხმდით გაკეთებენ? აღხერებენ ქვეყნად მაგალ კომისია საკუთარ თავს ატიმტივებენ პოლიტიკურ სცენაზე გიო რომ ქიმიურია ეს ვამშოლბონია და ამ გავატარდა არჩევნებში საერთოდ საზოგადოება ნომერ პირველი ან ვინც პარლამენტის გარედან მოითხოვა იმის სხვანაირად გაისმა ქიმიური იარაღის გამოყენება მესმის და ვინც პარლამენტის გარედან მოითხოვა პოლიტიკოსმა იმის სხვანაირად გაისმა ისიც უნდა იყოს ეს უნდა იყოს არა რა შეიცვალა რა სხვაობაა მაგალითად პარლამენტის გარედან რომ მოითხოვე საგამოძიებო კომისია კი არა გამოძიება საერთაშორისო გამოძიება და აი პოლიტიკოსი ვარ მოითხოვე პარლამენტის მანდატის გარეშე და მოითხოვე პარლამენტის მანდატით თან მარტო კი არ მოითხოვეს გარეთ ვინც არიან
გააგზავნეს დოკუმენტაცია და რეალურად იმ უწყებებს მიმართეს, ვისაც ლეგიტიმაცია აქვს, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს, ეს უფრო ქმედითი რამე იყო, რაც გააკეთა გარეთ მოხოცულ ასპექტმა, ვიდრე იმათი ბრიფინგზე დადგომა და ისეთი საპარლამენტო კომისიის მოთხოვნა, რომელიც იცი რომ არ შეიქმნება და უბრალოდ სცენაზე ჩვენი პოზიციების პრობლემა იცი რა არის, რომ მე ვაღიარებ აბსოლუტურად ყველა ბრძოლის ყველა ფორმას. ქუჩის და ასე რაც ამბობთ არა, არავითარი დისკომფორტი არ მაქვს და პირიქით აღტაცებული ვარ ყველა იმ ხალხით, ვინც ამას აკეთებს. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ თქვენ ვერ ხედავთ ყველა ფორმის აუცილებლობას. ხო, პარლამენტში ზის ეხა სიტყვაზე გადავეკიდი, მაგრამ აღარ მახსოვს სახელება ვიკა ფილფანი სიტყვაზე. აი რო ზის პარლამენტში და რო განაცხადა, რომ უნდა გამოძიება ჩატარდეს საერთაშორისო და მაგალითად აქეთ რა ვიცი, აი თენგო თევზაძემ განაცხადა იგივე. რა სხვაობაა? არა, სხვაობა იმასე, რომ რო ყოფილიყო. იქ არ ვეთანხმები, 45% ყოფილიყო, 45% აიყო ვერ ევროპაში არ არის არის, როგორ შეიძლება 45% კონდეს მრავალ პარტიულ ოპოზიციას და არ შეძლეს პარლამენტში. ეს 45% რომ მოითხოვა და რა ხდება? ეს არის ბრძოლა იმისა, რომ საზოგადოება ხედავს, რომ მას ყავს ხალხი პარლამენტში, რომელიც მას იცავს არ მარტო ქუჩაში, არამედ პარლამენტში, არამედ საკრებულოში. ბრძოლით. არა, ბრძოლას უნდა მოყვება და შედეგი. ჩამოყალიბა თავის მოსაზრება ისე რომ ხმარა მომიღია, ხო? აი მე ჯერ არ დამიწყია წინა დადება, რომ ან ერთმან მეორემ უფრო თომიკებ, რო არ შემაწყვეტინე. ის არ მასის არც მე. მე პატარა მოკლედ სწრაფი და მოკლედ კითხვა პასუხით გავიდე. აი როგორ გავიდე მოკლედ პასუხით, როცა მოკლედ მთელი გადაცემა მეკითხები რას აკეთებენ გახარია და სხვა კითხვა არ არსებობს ამ ყველას. ეგ მაინტერესებს. ხო და აკეთებს იმას, წამოვიდგინოთ რომ მე ვარ გახარიას პარტიის წევრი. წამოვიდგინოთ, ხო როგორც ეს პარტიის წევრი ვიყავი და ამიტომ დაახლოებით ვიცი რა არის ეს რა. მე იქ რო ვარ ვიცავ ჩემს ამომრჩეველზე ვეუბნები ხალხო ყველა რო ყოფილიყვნენ ეს იდიოტები აქ არა უფრო მეტი ხმა გვექნებოდა სოფლიო ფუგაბიგები აი ხელშესახები შედეგი არის ის რომ ეს პარლამენტი არის უგვანი ჯერ ესეთი მე არ მაინტერესებს ასაკეთებენ რო ყოფილიყვნენ თეატ ულკიანის კომისიაში თუ კარგად იცი კონფლიქტები რაღაცები არა კომისია ასე დასკოს ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ანტიკონსტიტუციურ და დასკოს საერთოდ არ დადებდა საერთოდ არც კი შეიკრიბებოდა ესეთი კომისია იმიტომ რომ იქ დასავად ისეთ კითხვებს რომელიც მოუწევდა იმ ვიღაც რესპონდენტს რომ მოვიდოდა რაკი კომისია მაინც შედგა კანონიერი უკანონო მნიშვნელობა რა რაკი საჯარო გახდა რაკი ოსებს ესმით რაკი აფხაზებს ესმით ამიტომ კომისია სულ ხონერი იქნებოდა ჩემს ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა ასაკეთებენ ეხლა აკეთებენ იმას ჩემი აზრით ჯობია თვითონ თქვან რომ მე ვეუბნები ჩემს ამორჩეველს ხალხო ძალიან მივქარე რომ პარლამენტში არ შემოვიდეთ ძალიან მიქარა ყველამ რომ პარლამენტში არ შემოვიდეთ ჩვენ რომ პარლამენტში ყოფილიყავით ეს პარლამენტი სხვანაირი იქნებოდა ბევრამეს ვერ მივახსენდით მაგრამ სამაგიეროდ თქვენ მიხვდებოდით რომ ჩვენ ვართ თქვენ გადაგაგდეთ პარკეტზე გიადავთ არამედ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა ამდენი რამე ვისაუბრეთ და ლეგიტიმაციის კომპონენტი გამოგჩა არა ლეგიტიმაცია არის ზღაპარი გამოვიდო ლეგიტიმაცია არის სისულელე ხო მოგიხსენი რატო იმიტომ რომ ლეგიტიმაცია იქნება თუ არ იქნება ამას შემდეგი პარლამენტი აჩვენებს მანამდე ყველაფერი არის სისულელე ეს საერთაშორისო ლეგიტიმაციის ამბავის რო ხელს არ ართმევენ ეს არის ხო არა მათ ძალაუფლება უნდათ მათ ერთხელ მაინც გაგიგია თუ არა ივანიშვილის პირიდან სიტყვა ლეგიტიმაცია. სამაგრო დამჯერ გაგიგია მისი პირიდან ფული. სიტყვას. ფულს ლაპარაკო სულ ფულზე ლაპარაკო. ფული არ არის ლეგიტიმაციასთან კავშირში. ეხა სანქციის მოხსნას არ ცდილობს. ამერიკული სანქციის მოხსნას არ ჩალიშობს. ცდილობს, მაგრამ ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია. რაღაც არის უპირატესი, რაღაც არის მაგალითად ადამიანი. ძალაუფლება და ფული მიბმულია ლეგიტიმაციას ცოტათი მაინც. არანაირად. მე შიშლები ქუჩაში არ დავდივართ, ხო? რასაც გამოწვევ ჩავიწოთ, ვაინც ასასვლელს ვიცავ. მაგრამ სამკაული არ ასასვლელის ნაწილი, მაგრამ არ აუცილებელი. სამკაული არის, როცა გინდა უკეთესად წარმოჩეთ. ლეგიტიმაცია ეს სამკაული. მათ ლეგიტიმაცია არ ადარდებს, არასწორია, მაგრამ მას შემდეგ რაც მათ კარგად მithვის ძალაუფლება პარლამენტში. მიაღწიეს იმას, რომ პარლამენტში არ შევიდნენ პარლამენტი ქვია, ოპოზიცია და კარგად არიან წულკიანის კომისია იქნება. ანუ ლეგიტიმაციაზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს შიგნიდან ბრძოლა, გავი. ბოიკოტს მიაღწიეს ქართულმა ოცნებამ, დარწმუნებული ვარ ამაში. და მიაღწიეს რომ ყველგან ყობახიძემ გაიმარჯვა. სრულიად გარდა თბილისისა. ეს ცალკე თემა არის კოლაძე და ყობახიძე და ეხლა თბილისში ეს დღეს. ანუ მათ მიაღწიეს აბსოლუტურ მართლობას. ასეთი მართლობა საქართველოში არ ქონია. ამას ხელი შეუწყო ქართულ ოცნებამ. აბსოლუტურ მართლობაში. სადა ნებისმიერ კანონს ღებულობს ყოველგვარ პრობლემას. ნებისმიერ კანონს ღებულობს ბოლო 13 წელია. ხო უნდა. რა შეიცვალა? არა, შეიცვალა ის რომ საქართველოში ძლიერდება და ძლიერდება ავტორიტარიზმი.
რითიც ძლიერდება და იმით ოპოზიციის სიდიოტი კომანდა მაგიდა. და ოპოზიცია არ მონაწილეობს სამართლებრივ. გადაცემის დასაწყისში ვადყიცებით რომ ავტორიტარიზმი როგორიც იყო ისე არა, თვისება. ადამიანი შეიძლება ხო 10 წლის იყოს და ადამიანი იყოს 60 წლის. მე 67 წელს ვაგა. მე იგივე ვარ, რაც ვიყავი 10 წელს რომ ვიყავი. უი, არ გეტყობათ. ნუ ესეა დაახლოებით. ანუ ეს რა ქვია, 10, ანუ საქართველოში არ შეცვლილა ავტორიტარიზმის ფორმა. როგორც იყო პერსონალური, ისეთი დარჩა პერსონალური. ეს ნახევრად ვიხუმ რა, აღარ ჩალო. აი, მაინტერესებს, ყველა რა ისეთ კანონს იღებს როგორც უნდაო და მთლიანად ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მაინტერესებს აი რა განსხვავებაა 20, 20-ის და 20, 25-ის ძალაუფლების და გადაწყვეტილების მიღების ბერკეტებს შორის ქართული ოცნებისთვის. 20 ოპოზიცია არსებობდა, რომელსაც წინამდე და საზოგადოებას მომბოლოს უნდა მოქონდეს შედეგი. მაშინ გიორგი დილბოდიში, მაშინ მითხარი როგორ გიპასუხო რა? არა, ცდილობ გიპასუხო როგორც მე მინდა და არ მაპლაპარაკო. არა, არ მეთანხმები, წინასწარ და რა. წინასწარ გინდა თქვენ მეუბნებით ვარ რა. მაშინ დამიწერა, მაშინ დაგეწერათ კითხვები და პასუხები. მაინტერესებს, თქვენ ხმამობთ რა, ეს ბრძოლა უნდა იყოს შედეგისთვის. ბრძოლა უნდა იყოს იმისთვის, რომ შედეგი კონდეს ნებისმიერ დროს დადგეს. მე თუ დღეს შევედი პარლამენტში და მე თუ დღეს შევედი თვითმმართველ ორგანოებში, არა, მე მაქვს განცდა, შეიძლება განცდა არ იყოს, რომ მე ჩემს ამორჩეულს დავიბრუნებ, მეცაც, მე სხვების ამორჩეულს შემოვკრიბ, დავიბრუნებ, იმიტომ რომ მათ გადააგდეს არაერთხელ ეს მის ამორჩეულს და ვეტყვი ხალხმა, მე ამას ყოველ შევახსენებ. მე რო იყო გახარე, ყოველთვის შევახსენებ, რომ ამ პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადა. კაი, ამ პარლამენტის თემას მოვაშოროთ გეხოცებით. ამიტომ მე შევედი პარლამენტში, იმიტომ რომ მე შემდეგ პარლამენტში შევალ. მეტიც მე ვურჩევ ამ პარტიებს, რომ წესდებას ჩაწევ. აი, რესპუბლიკური პარტია იქნება აი ესეთი არასწორი მიდგომით იმაშობოდა, რომ მოქმედებდა იმაზე, რომ პოლიტიკურ ველზე და იმიტომაც იყო აი ჩვენ რა ვიცი, ძალიან პატარა რეიტინგი იყო და რატო ვერ გაზარდეთ თუ თვლით, რომ თქვენი მოსაზრება და პოზიცია აი ბრძოლის წესებთან, პოლიტიკურ თქვათ ამას მოქმედებებთან სწორია, რატო მოხდა ისე რესპუბლიკურმა პარტიამ ვერ დაარწმუნა? ამათ არ ქონდა 40 მილიონი და გვარამიას ქონდა. არა, ერთი წუთი, ამდენი წლის მანძილზე რატო ვერ დაარწმუნა? აი თუ ეს ეგ არის სწორი გადაწყვეტილება. არა. რესპუბლიკური პარტია თulis რომ სახელმწიფო ითვლიდა და ახლა თulis იმედია, სახელმწიფო და იმართებოდეს ეს. და ვინ ჩვენ მოყვებით ხალხნო? რატო ვერ აუხსენით ამ მრჩეველს? აი იდეების დონეზე ძალიან მომწონს. ერთგული გამორჩეველი. ეს მეტი რატო ვერ გაზარდეთ? ცოტა, ხო. მაგრამ ეს არის, აიცი რა არის, ეს უფრო კონსერვატული გირჩი არის. პოლიტიკა არის, მედიცინასავით რა. მე ადამიანს კუნალობ იმდენად, რამდენადაც ადამიანი მომყვება კუნალობაში. თუ ეუბნება სიგარეტი არ მოწიო, დიეტა დაიცავი, წამალი დალიე, სიგარეტს ეწევა, დიეტას არ იცავს, წამალს არ სვავს. უკაცრავად დიდი ბოდიში მე რაში დავეხმარო. ანუ რესპუბლიკური პარტია იყო ხალხი თვითკმარი ადამიანების, რომ თქვა თავის საქმეები, პროექტებში იყვნენ, სამსახურები ჰქონდათ, პროფესიონალები თავის საქმეს. პირიქით მათ უნდათ ნამდვილი პოლიტიკის ჩამოყალიბება საქართველოში. და ამიტომ უნდა შეექმნათ იმ კატეგორიის ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვლიდა რომ დიახ ჩვენ ესე ვთვლით. და შექმნა? ვერ შექმნა. ვერა. კაი, ხა მაგაზე არ გვიდა ხა. იმიტომ რესპუბლიკური პარტიამ რატო ვერ მიიღო 30%? პრეტენზია ყოფილიყო მართველი პარტია. თქვენ აქედან თავად. მარტოს არ ვიცი, აი თუნდაც 10% ქონდა, 8% ქონდა რეიტინგი. ხო, ბატონო, მე ვცდილობდი თამას. მე მიმეცი ხმათქო რა გინდა. ჩვენ ბევრი ადამიანი გვაქვს ხმას, მაგრამ ჩვენ ყავდა ძალიან ერთგული ხალხი, მეც ვერ ქაჩავდა არამედ პარტია. საქართველოს ვერ ქაჩავდა მეც. ანუ საზოგადოების დიდი ნაწილი ხო ხედავ მაინც ხმას, ცოცხალი ხმა მაინც ყველაზე მეტი მიდის ავტორიტარიზმში. ცოცხალი ხმა 40%, 35%. ყველაზე მეტია მაინც ვიდრე სხვა პარტიებს აქვს. ანუ საზოგადოებაში არის მოთხოვნა ავტორიტარულ მმართველობაზე. კაი, კიო, ორი შეკითხვა და რომელიც ვერ დავსვი. მაგე თქვენ გიკიდიათ ფროიდის სურათი და ამაყობდა მე ესა ქვია, მემაჩინეს ადამიანი ერთ ცენტრალურ ფიგურად კაცობრიობის ისტორიაში და მას აქვს ცენტრალური კონცეფციები მამაზე, ქვია, ბატონზე და პატრონზე. ჩვენ ქართველები დღემდე ვერ განთავისუფლეთ, ჩვენ ვართ კიდე იმპერიის შვილები. ჩვენ გვჭირდება პატრონი. ხო წერე ხომ ეს პატრონი არ ხავს ქვეყანას. მეგობარი აქტი სად არის ამდეხანს? ესა ევროკავშირის რეზოლუცია მიიღო, იმას რა ქვია, თავისი ქვეყნების კი არა. რეზოლუცია მიიღო მხოლოდ ევროკომისიისათვის, ფონ დერ ლაიენისათვის. და ჩვენ მივიღეთ ეს, როგორც თვითონ ჩვენთვის მიიღა. ანუ ელემენტ რაღაცა, გვინდა პატრონი გვჭირდება, ბატონი გვჭირდება. თელი უბედურება მასია. ბიზნესა ივანიშვილი. ეხლა იმედი გვაქვს უნგრეთში, რომ ჩატარდება არჩევნები, იქ არის ოპოზიცია, რომელიც დაამარცხებს ორბანს. და მე შეერა. ანუ სულ სადღაც ვეპოტინებით რაღაცა. ესაა ჩვენი პრობლემა და არა ის, რომ თელი გადაცემა საინტერესო და უნიკალური დიდი მადლობა მოწვევისთვის, თელი გადაცემა მიუძღვენთ გახარიას. არა, ხა თელი მეორე ნახევა.
გახარიაზე მეტად მე უფრო ის მაინტერესებდა ის რასაც თქვენ ბრძოლას ეძახით არის ეს ბრძოლა რა შედეგს ელოდებით არა პატა ზაქარიაშვილის კაცო ისიც მოსწონს აგერ თვითონ აქ ნათქვამი რომ სამოქალაქო და უმორჩილებლობა უნდა გამოცხადდეს ისიც მოსწონს და ესეც ეს კი არ მოწონს ყველაფერი რაც ბრძოლის უნარიანობას გამოაჩენს და არ არის ბლეფი არ არის ბლეფი არა უნდა იმუშაოს და არ მოსწონს ანუ მეც ვიტყოდი ბიჭო რომ პარლამენტში შესვლა კარგია თქო ერთადერთი რაც მაგის თქმის საშუალებას მე არ მაძლევს და ჩემ თავთან არ მგონია სწორი არის ლეგიტიმაციის კომპონენტი რომელიც თქვენ თვლით რომ სამყაროა და ძალიან ემოციურია ლამაზი სიტყვა ეს სამშობლო თემა ხა აღარ მინდა გავშალო უბრალოდ ეგ კომპონენტი რო არ იყოს რომ ამით არ მეგონოს რომ ლეგიტიმაციას ნება ეს ლეგიტიმაცია საბოლოო ჯამში ითარგმნება იმაში რომ ქუჩის პროტესტის ჩაკვდება ეს რო არ მეგონოს მეც ვიტყოდი რომ შევიდე და რა უნდა აკეთო აი მაინტერესებს აი მართლა იცი რა არის რაში გამოიხატება იცი რა არის ხარ სადაც თავზე გიშუტ ისაკნე შენ თავზე ისაკნე არა აქვთ უმრავლესობის მხარდაჭერა და მანდატი მოქალაქეების და შედიხარ რაღაცაში ფასადურად მიყვები ლეგვის ფოტოას გეტყვი აი რა რასაკეთე ამ ხელა გამოცდილების პოლიტიკოსებმა აქამდე ვერ გითხრეს მე ავიღებ ამ ხელა გამოცდილების პოლიტიკოსებმა მარტი მაგალითს გეტყვი რას აკეთებს ლეგიტიმაციის კომპონენტი რო არ იყოს მეთქი თორე მე ვიღაცამ შეშვის მომხრედ არ გამომიყვანოს რას აკეთებს მითხრა ნახე აქციებზე ხალხს რო ცემდნენ ხო ეს იცოდა ყველა მაგრამ როდესაც დაიდო ძირს დაცემული ზვიად მაისაშვილის როგორ უტყავს სპეცრაზმელი ამის ვიზუალური კადრები ერთი წამი არა ერთი წამი მომისმინე ბიჭო რო დაიდო ეს კადრები რამდენი ახსნა პირდაპირ მითხარი ვიზუალიზაციას ქონდა აბსოლუტურად სხვა ეფექტი ფეხბურთელებმაც ვიზუალიზაციის შენ ანუ შორიდან რო დებატებშიც მაგით არ გიждდება ქართული ოცნება შენ შორიდან რო რაღაცას ამბობ და პირისპირო უზიხარ ერთ ოთახში და იქ რო პირში ეუბნები ის გაცილებით წყავით და დამაჯერებლად ჩანს მოსახლეობისთვის. კი, მეცას მგონია. ხო, ვიდრე უბრალოდ რაღაც ცალკე ტელეენტრიდან ანუ შენ ფიქრობ რომ ქართული ოცნება მხარდამჭერებს დაკარგავს მის ოპოზიციის პარლამენტში მუშაობის. შენი ვიდეოები გახარია 70% დაკარგა. ლევომაც დაკარგა. შეიძლება ცდება, მაგრამ უნდა მოიპოვოს ხალხა დაებრუნოს. ის რა პოლიტიკითაც წავიდა გახარია იმით დაკარგა 70% ამომრჩევლის და აი შევიდა პარლამენტში, იმით დაკარგა. პარლამენტის კარტენაც არავინ მიასუნინებს, იმიტომ რომ ბარიერს ვერ გადალახავს. მოზარმოწელი ხომოვა რა, პარლამენტში აი აღარ მინდა მაგაზე. აი, ისო ორი კითხვა დამშრათ, ერთ-ერთი არის, აგერ თქვენი თორ ნახსენები რუსეთის მტერია თემა, მათ შორის მაყურებლის რუსეთი არა, სწორად კითხვა. რუსეთი არა, პუტინის მტერია თემა, ხო, ბოდიში, რომელიც მაყურებლის კითხვებშიც ფიგურირებდა. ოღონდ სხვანაირად მინდა ეხლა ცოტა კითხვის დასმა. ისე კი არა, მე ვიცი კაცო რა, როგორც ახსენეთ, განა ვერ გავიგე. რომ მათ შორის საერთაშორისო იურიდიულ ენაზე, აი რო დაგუგლოთ ან ChatGPT-ს რო კითხოთ, რაღაცა person არ შეიძლება იყოს enemy of the state რა. გასაგებია. მაგრამ აქ უცნაურად რატო გამოჩნდა ის მე რო ვიცი რომ თქვენ ამხელა დიპლომატიური გამოცდილების ადამიანები ბრძანდებით და მათ შორის ისეთ მოლაპარაკებებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული სადაც ერთ ცოტა ისე ნათქვამან ასე ნათქვამ სიტყვანს რამხელა მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა შეიძლება გქონდეს მე დარწმუნებულად თქვენ როცა ამაზე ამბობდით იცოდით როგორი მედია გაშუქება და გამოხმაურება შეიძლება გქონოდა და საბოლოო ჯამში ისე გამოგივიდათ ხო ხა მე არ ვაპირებ რომ ესე ჯობდა გეთქვათ ყვა გასწავლოთ მაგრამ მტერია ხო პრინციპში ქვეყანა არის მტერი რომელშიც ეს ბრძანებებს გასცემს ხო და იმაზე ჩაჯინება რომ საერთაშორისო სამართლის ენაზე ეს ხო არ იყო არა მნიშვნელოვანი საკითხი მე ვარ გარდა ამისა პოლიტოლოგი ვიტყოდი ასე ნუ კვალიფიცირებული მაინც შეიძლება არა კვალიფიცირებული ბრძანდები ხო განათლება მაქვს მიღებული პოლიტოლოგიურ საფაკავშირო ხო მეცნიერული კომუნიზმი ერქვა მაშინ ამას და ყველდან წინა დღემდე რაღაცა გონია რომ შეიძლება კანალიზაციის სპეციალისტი ანუ კითხვა უფრო ის არის რატო თქვით ამ ფორმით როცა იცოდით რა მოყვებოდა არის იგი აფხაზებზე მაგალითად როცა მეკითხებიან რატო ამბობ მან და მაინც სამხრეთ ოსეთს ძალიან აპროტესტები მაგრამ იმიტომ ამბობ რომ ოსები მისმენენ რა და ამიტომ მე ვალდებული ვარ იმ ჩარჩოში ვიყო რა ჩარჩოში საქართველოს არსებობს მაგრამ ვიღაცამ არის ისე ეგეც მესმის ბოდიში კიდე რას დავამატებ რა ბოდიში სათქვენო ანუ ისიც მესმის რომ ადამიანი რუსეთთან მოლაპარაკებებში რა ჩართული ეხა პუტინს ისე პროსტიტუტკა და მტერი და ასე შემდეგ ბოდიში ამ სიტყვებზე მტერი აქტუალურად ამიტომ პოლიტოლოგიურად ადამიანი ვერ არის მტერი რა სახელმწიფოსი მაშინ სახელმწიფო არ არაობა რაღაც ჩვარია სახელმწიფო რაღაც უკაცრავ რაღაც ქიმიური რაღაცა ისა რაღაც ბიოლოგიური რაღაც მასა გამოდის რა როგორ შეიძლება ერთ ადამიანმა სახელმწიფო შემოგიტიოს მithumeto მტერობა სიტყვა ტრობა არ არის არის განმარტებაზე ვსაუბრობთ რომ ტრულად განწყობილი ხო არის რა თქმა უნდა მაგრამ პუტინი წამოვიდგოთ ვიღაცა ვლადიმერ პუტინი ციმბირში ცხოვრობს გვარად შეიძლება მოხდეს დამთხოვა ესეთი ტახტია წამოწოლილი და უყურებს ტელევიზორს და
მე ვარ საქართველოს მტერი, ქართველებს ესე ისე. მტერია. გავიგე. არა, ნახე თქვენ რომ უბრალოდ ის არა, ხო და ვერ იქნება სიტყვის განმარტების დონეზე, თორემ მტრულად განწყობილი რო არის, რაზეა საუბარი? აი ეს როგორც პიროვნულად, ანუ რატომ უნდა მეთქვა, რატომ შეიძლება თქვენ როგორ თუ საჭირო. აი ოსამა ბინ ლადენი ამერიკის მტერი იყო? ვარ იყო ალ-კაიდა იყო ამერიკის მტერი. ალ-კაიდა მას არაფერს გაკეთება შეუძლია. პუტინს ერთადერთი იარაღის გამოყენება შეუძლია, თავის სატაბელო იარაღს გამოწიოს უჯრა. ამოიღოს იარაღი და იხავოს ტვინში. აი შეუძლია პუტინს მაგრამ. პუტინს არ შეუძლია თვითმფრინავი აწევოს ხაერში. თუ არ დარეკა მაქვია თავდაცვის მინისტრმა მან არ დარეკა როსტოვში იყო ახლოს თვითმფრინავი და ამ თავდაცვის მინისტრმა დარეკო აეროპორტში თქვა რომ პრეზიდენტის ზეპირი ბრძანება იმან მოსკოვს მერე მოუწევთ დამაწია აუცილებლად თქვია დაწერილი ბრძანება იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოდის ამან არ დაურეკა ვიღაც პოლკოვნიკს რომელიც არის იმ დროს მორიგე ესკადრილის ხელმძღვანელი და პოლკოვნიკმა არ უბრძალა მაიორსო ჩაჯექი ეხლა თბილისში აშუაშია და თვითონაშე დაბომბეთ ორი სიტყვა მარეკ დუდაევს მოგიწევს თან ეხა სიურის იურიდიულ განმარტებებზე ვსაუბრობთ არა ხო და მაგაზია ხო კაი ის წამი რა ჰიტლერმა თავი მოიკლა ვიდრე ომი დასრულდებოდა ბოლო დღეებში მოხდა ხო მიუხედავად ამისა ჰიტლერიზმი გასამართლდა ქვია ნიურნბერგის რამოდენიმე პროცესი იყო რატო ჰიტლერმა ხო თავი მოიკლა თუ ჰიტლერი იყო თავარი დაანებე თავი რა დანარჩებს არა უამრავი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს მაგრამ პუტინი მტერია როცა მარტო პუტინი ამტერი სხვა არ ამბობს ხო და მაგაზია მაშინ პუტინიზმი თქვი მე პუტინიზმი ვიყენებ ხო პუტინიზმი არის მოვლენა ეს იმპერია და ესე რომ ვთქვათ რომ პუტინის მტერია რუსეთ მე ვიყავი ერთადერთი მინისტრი აი რატო ამას არ მიაქცეთ თქვა თქვენ არა იმ ჟურნალისტებმა ვინცაც წავ მე პირიქით დღემდე ამაზე ლაპარაკია ეს ეგ ჩვენ სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს დღემდე ლაპარაკია თქვენს კი სერიოზულ გაცემაში მას მიხარია რომ შეხახსენე კიდე არა მე მესმის ეგ რატოს თქვით გან არ მესმის ამაზე ლაპარაკო მე სალაპარაკო არაფერი არ იმიტომ რომ მე ვერ ხდები ამ პატა ზაქარიაშვილის ამხელა დიპლომატიური გამოცდილებით თუნდაც წინადების ეთქობა რომ პუტინი მტერი არ არის ეგ ზუსტად ვიცი რომ სხვანაირად შეგეძლო არა მე თქვი მე რა თქვი მათქვევინე ბოლომდე მე ვამბობ რომ თქვი რომ ერთი ადამიანი მტერი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი არის მხოლოდ სახელმწიფო და მინისტრი ვარ კაცი და თქვი რომ საქართველოს მტერი არის რუსეთი ეს არ იყო და ამას ყურადღება იმდენად გამწარებული იყო რომ პუტინზე არაფერი არ თქვი რომ მე ერთადერთი მინისტრი ვარ ქართულოცნების კოალიციის დროს როცა პირდაპირ თქვი რომ საქართველოს მტერი არის რუსეთი მე მეტიც უამრავ რაღაცები თქვია მაგალითად ბიზნესმენებს მე მიმკითხავდა და მე შემისწორეს კიდევაც ბიზნესმენებს ურჩიე როცა დავინიშნეთ მინისტრებად რაღაცებად რომ რუსეთი ჩვენი თქვია მეგობარი არა და რუსეთის პრობლემები ბევრი გექნება ბიზნესმენებს უთხარ ვინა ვარ მე არ მეკუთვნო და მაინც თქვი და ამიტომ ქართულ ბიზნესმენებს ურჩევ რომ მაქსიმალურად ეცადონ რომ რუსეთი ბიზნესი არ ქონდეთ და უცებ მეორე დღესვე ჩემს პრესამსახურს დაურეკა თქვია პრემიერის პრესამსახურს უთხრა რომ ეს თემები არ არისო რა ზაქარიაშვილის თემებიო და ჯობია ლაპარაკო ჩერეს პრესამსახურით ხო ანუ კაი მოდი მე ვამბობდი თქვენ კაი ხალხო და ეხა უცბად მე ჩაასწიკლდი იმას რასაც მართალი ვარ კაი მე ვიცი რატოს თქვენ ეხა მაგაზე არ ჩაგაჭიჭინდებით უბრალოდ მე ხა გეტყვით ჩემეულ ფორმულირებას მაგალითად რომელშიც გონია რომ დამეთანხმებით და გონია რომ თან ესეთი ფორმულირების შემთხვევაში არც დღემდე რო გახსენებენ ეგ არ მოხდებოდა აი პირობითად ზოგადად აი ვიწყებ ფორმულირებას ზოგადად ტრები სახელმწიფოს ტრები არიან სხვა სახელმწიფოები მაგრამ კონკრეტულად ერთ ადამიანზე პუტინზე თუ მეკითხებით ის არის რა თქმა უნდა საქართველოს მიმართ უარყოფითად და მათ შორის შეიძლება მტრულადაც განწყობილი რომელიც ამუშავებს მთელ ამ რუსულ ტრულ სახელმწიფო მანქანას ქუჩაში ვდგავარ იმაში არა გორში ვარ მე და კალათზე ვდგავარ გაზი გავხსენით სოფელში გაზი შევიყვანე და ამის მეკითხებიან თან შემოდგომა ცივა და ეხლა გინდა რომ ეს ვაყალიბო ასე მოულოდნელი ისა ფრაზა მე მგონი ძალიან სწორი ფრაზა გავიხსენე და დიდი ორი ხო დავაი მარეკ დუდაევზე გითხარით რატო გავუშვით არ გამიშვია ხალხო რომ მე მართლა არ გამიშვია წეკში არა თქვენმა მთავრობამ თავრობამ მარგადო არ გაუშვა თავრობა მიიღო გაწყვეტილება შეკრებითობის პრინციპის გაუქმებისა მაშინ ნაციონალურობის იყო შეკრებითობის პრინციპი ან ადამიანმა დააშავა არა გავაუქმებდა სააკაშვილს შეუკრიბეს რანაირად არ არის არა კი მაგრამ კაი ახლა მე გეუბნები მოსამართლის ექსკლუზივში გადაიტანეს საქართველოს მიიღო გაწყვეტილება ქართული ოცნების კოალიცია მიიღო გაწყვეტილება რომ შეკრებითობის პრინციპი გაუქმებულიყო და დარჩენილიყო ყველაზე დიდი ვადა რომელიც აქვს თუ ადამიანს ჰქონდა 3 წელი 5 წელი 7 წელი მისჯილი და გამოდიოდა 13 წელი თუ რაღაცა რამდენი გამოვიდა 7 წელი დარჩებოდა მარტო და მაგრამ დუდებს ჰქონდა რამოდენიმე დანაშაული ჩადენილი და შეკრებითობაში ქონდა დიდი დრო. ეგ ხო იყო, ამასაც ქართველები ყავდა ნახოცი რა. არა, ხო მოისახო და გაუნები და უცებ ამ კანონმა შეკრებითობის გაუქმებამ
მე საერთოდ მიცოდი რომ არსებობდა, მაგრამ არც კი არასდროს არ მithოვია იუსტიციის მინისტრისთვის განცხადება დეპარტამენტი არ არაფერი, არჩევთ წყნარად და ის რა ქვია. ვიცი რომ რაღაც იურისტები რაღაცას რაღაცა უშიშროება რაღაც ეგეთი მაინც ეგ ვიღაც ტიპი არის რაღაც ერთი ტიპი. კითხვა დამისვიდეთ პასუხი. უცებ მიერეკავენ იუსტიციიდან და მეუბნებია რომ მარეკ დუდაევი უნდა გაუშვა სხვა გზა არა გვაქვს, შეკებებს ყველა გამოუშვა, მას ყველაზე დიდი ვადა გაუვიდა და უნდა გავანთავისუფლოთ. და შენ რა სიტყვი? მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება რომ მაინც გარეთ ვარ, მოდი გავყიდი კარგად ამ კაცს. და ავიღე ჩემ თავზე და თქვი რომ მარეკ დუდაევი თქვია წავიყვანე იმაში ბერგენეთში და უთხარი გზაში რომ მე შენ გაგანთავისუფლე. ეს მე მოვიგონე, ეს ლეგენდა. იქაც კი დაიჭირეს მე. გაიო მოკლარია ხა. ხა მყარია მაგრამ. კრიმინალი იყო რა. ხოდა მე რათა მინდოდა ეს გამომეყენებინა ჩემი დიდი ისტორია, ანუ უცებ ერთ დღეში დავხაზე ისტორია, რომ მე ამას ერთი კილერბოსი არ იყოს, მაგრამ მე გამომივიდა ეს გასხოვების ზღაპრისაგან. და ამას გავაკეთებინა, გავაკეთებ და ყველა ჩვენს პატიმრებს გამოვიყონ ცხინვალიდან და ეს როგორ ჩავიფიქრე იმ წუთში, ისე გამომივიდა, ოღონდ 2-3 წლის შემდეგ. და მარგდობა არ გამიმართლა. მოკვდა და მაგრამ მე უკვე რაკი გავანთავისუფლე მე ასე ჩამეწერა და ყველა მიწოდა ცხინვალში ამაში ასეთი მაგარი ვარო გავანთავისუფლე. ადამიანი მთავრობის წევრი იყავით. მე ვერ გავანთავისუფლებდი მაგას ონცომდომებოდეს ასე არა. მაშინ არა პერსონებს აქვს მნიშვნელობა იმათვისაც კაცო ვინ განთავისუფლებს. რა თქმა უნდა. მათ იცოდნენ რომ გავანთავისუფლე მე არ გამთავისუფლები მაგაზია და ეს მიწერია წიგში ჩავწერე მე ვარ ერთადერთი ადამიანი ვინ დავწერე მინისტრი ყოფილი რომ დავწერე ანგარიში არ ჩავანაძის დროს საპატრიარქოში რა უნდოდა ვის დუდაევს რაღაც ეგეთი ის არის ნიუსი თქვენი მანქანით წაიყვანეს ცხინვალში როგორც ვიცი ხო არა ორი მანქანი წავედით ეს ბადრაგის რაღაც მანქანა იყო და მეორე მანქანაში ვიყავ მაგრამ ამასობაში მე მას დაველაპარაკე ამ გზაში როგორც მე მახსოვს ახლა სიმართლეა დეტალებს ელემენტარ რაღაცები არ მაგრამ ფაქტია რომ მე არ გამეთვალისუფლებია ერთი ფაქტია რომ მე დავიბრალე რათა საქმე გამაკეთები და პოლიტიკაში მოსულა ეს ესეთი манипуляციები თუ კაი манипуляცია მოგიყევით ახლა კარგი манипуляციის მაგალითად და გამოვიყვანე ყველა გავოასუფთავებ თლიანად ცხინვალიდან და ერთბაში ეს ასაკად სოფლიოში არ მოხდარა ერთ საათში მოახდინეთ ის რომ თბილისიდან ცხინვალიდან და სოხუმიდან გამოვიდნენ ყველა პატიმრები დაინტერესებული იყვნენ მხარეები კონფლიქტოს ერთ საათში მოხდა ყველაფერი ეს და მე მგონი რომ ძალიან დიდი რამე იყო და მადლობას არავისგან არ ველოდები პრემიას კი არ მიმიღია მაგაში დარჭირდება რა პრემია ხა დახორჯული პრემია თუ გინდათ 1-2 დემონსტრაცია უნდა ჩაარტყა ბულად ამ კონკრეტულ პრინციპებზე მქონდა ლაპარაკი ხა მესმის შეკრებითობა ხო ესე იყო არ გულახდილად არც კი მიფიქრია მის განსაკუთრებულად არც კი მიფიქრია კაი ბოლო კითხვა მაქვს მე და ამ კითხვის გარეშე ვერ გაგიშვებდი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბოლოს ეთერებში რო ვიყურე რაღაცა მე მგონი არც დაუსვათ თქვენთვის ეს კითხვა თქვენი სპეციალიზაციიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში აქტიურად მუსირებს როგორც მედიაში და პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო სხვა ტიპის ფორმირებით საკითხი კონფედერაციული მოწყობა და ხო არ იქნება ჭორის დონეზე დავარქვათ ამას ხო არ იქნება თუნდაც რუსეთთან მზაობა რომ კონფედერაცია გაკეთეს და ამ რეალობაში ვიყოთ ერთად რაც არ ვიცი ჩემი შეფასებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არ ვიცი თქვენი შეფასება საინტერესო იქნება ამაზე და მათ შორის ეს პერსპექტივა რეალურად გეჩვენებათ თუ არა თქვენ ხა ბევრი ისეთ შიდა ინფორმაციას იცნობთ რაც ჩვენ არ ვიცნობთ და ეს მაინტერესებდა ამ თემაზე თუ რუსეთიდან წამოსული ნებისმიერ წინადადება იქნება მტრული საქართველოსთვის ნებისმიერ რუსეთი და პრობა და რა პიროვნება ანუ ცალსახაა ორი აზრი არსებობს ამაში. ამიტომ ყველა ფერზე უარ უნდა თქვა რუსეთიდან წამოვა ვითომ საქართველოსთვის კარგი რამე. რუსეთი უნდა გამოვთიშოთ ყოველგვარ შუამავli მომენტზე. ერთადერთი სადაც შეიძლება ჩვენ კონფლიქტები მოვაგვაროთ ეს არის ევროკავშირი და წერტილი. ნატოს, მაგრამ ნატო სხვა კონტექსტია, ნატოს სამხედრო კონტექსტია. ნატოს მოხრე უფრო ვარ, მაგრამ ევროკავშირმა კარგი გაგვიყვა ეს წუთია, ანუ სწრებია, თორე მე საერთოდ მიმაჩნია რომ აგერ თურქეთი ყავს ნატოს მეზობელი და ამათ სამკეთ თემა საჭირო, რამდენად ანგარიში გასაწევი ძალა როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთი, რომელიც ასე ეფექტურად მუშაობს აზერბაიჯანთან და ასე შემდეგ. მაგრამ რა კი ევროკავშირმა გაგვიყვა კარები და თურქეთი ნატო-ში კიდე სხვა დისტანციაზე ვართ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, რათა შევიდეთ ევროკავშირში. ამიტომ ერთადერთი ფორმა კონფლიქტების მოგვარებისა საქართველოს შეიძლება იყოს ევროკავშირთან შეთანხმებული და მათთან თანამშრომლობის ფორმაზე. იმიტომ რომ ევროკავშირი არავითარ შემთხვევაში არ დაჯიჯგნის საქართველოს და არ და გულწრფელი და გულახდილი ევროკავშირი. შეიძლება ნელა მუშაობს უცნაურადაც, მაგრამ არასდროს არ მუშაობს. ანუ მე ამიტომ ჩვენთვის მაგალითი არის მოლდავეთი, ეხლა ამ წუთში. ხო. მოლდავეთს აქვს ძალიან კარგი პროგრესი.
მართლა და მათ შორის იმის კარგი მაგალითია, რომ რუსეთს არ დაუწვა, მაგრამ ომიც არა აქვს, აბა ომი გინდათ არა. არავით არის გლობალური ომის პარტია იქ არ მუშაობს, არავით არის რას ეძახიან კიდევ დეპსტეიტი არ მუშაობს, არაფერი ძალიან თამამად მიდის მოლდავეთის ევროკავშირში. მასაც ესეთი პრობლემა გვაქვს ჩვენ. კითხვა უკვე რამდენად რეალისტური ეს უბრალოდ ვიღაცის თავში მოვიდა და ესე გაჟღერდა ეს კონფედერაციული თუ გვაწყვეტებენ საინფორმაციო დონეზე. რაღაც მე მგონია რომ გვაწყვეტებენ, ალბათ რუსეთს უნდა ამით რუსეთი არაფერს დაგვეთქვას, გამორიცხულია. გასაგებია რომ დათმობა არ იქნება პირიქით, მე მაგას ვიძახი ოკუპაციის ახალ ლეველს, რომ კონფედერაციული ფაქტობრივი აღიარება იქნება. რო თქვა რომ ოკუპაცია დაიწყო თუ არ იქნება სწორად სხვა გამიგებენ, მაგრამ რუსეთი უფრო საშინელებას აკეთებს ოკუპაცია, ახლა ანექსიას. ხო. ანექსია უფრო საშინელება. ოკუპირებული ტერიტორიათა მოლაპარაკება შეიძლება. ანექსია შეუძლებელია, ის ხდება როგორც ყირიმი, ну ხოლა უყირიმში ადმინისტრაციაც კი არა, არანაირი რომ დაელაპარაკოს კიევს მაგალითად, ხო? ამიტომ ოკუპაციამ ძალიან გაგვიტაცა და ამიტომ რუსეთი ახორციელებს სულ სხვა ბოროტებას, უფრო დიდ ბოროტებას, როგორც არის ანექსია და ეს არის ჩვენი თავი გამოწვევა იყო. თითქმის არ ვლაპარაკობთ ანექსიაზე, ვლაპარაკობთ ოკუპაციაზე, პრობლემა არ მაქვს ყოველთვის. ხო, ანექსია გაცილებით ძიმეა, რა თქმა უნდა. ეხლა რაც ხდება აფხაზეთში ეს არის ანექსია და მithumes ეხლა აი გრენლანდიის თემა ეს რაღაცეები ეს სამაჩოს ამ რაღაც ახალ გამშვებ პუნქტსაც გულისხმობთ თუ ანექსიას რა ინდიკატორია ახლა რაც ხდება ანექსიის ანექსია არის ის რომ პრაქტიკულად რუსეთი რასაც უნდა იმას აკეთებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ეხლა გამშვები პუნქტი ერთ-ერთი მაგალითია თუმცა მაგალითად როგორ ამდეხას რუსეთი არ ერეოდა პირდაპირ საჯაროდ or ყოს ერეოდა არჩევნებში ეგრეთ წოდებულ არჩევნებში ხა ეხლა პირდაპირ ხარ დაუჭირა ბადრაგუმბას რომელიც არ ყოფილა ყველა მაინც პრორუსია რა პრობლემაა არა ორი პრორუსიდან უფრო პრორუსი გაგეთა ფსონე პირდაპირ თანაც სისხლსამართლე საქმეები აღძრა ხალხის მიმართ ვინც მეორე მხარეს იყო და ძალიან უხეშტაკაცებს სამსახურით ამ საკაცებს არ განვიხილოთ ხოლმე ანუ თელ ტრაგედიას კი არ უცეს ასაკეთებს აფხაზეთში ჩვენ ხმას რომ არ ვიღებთ ისე მიითვისა ბიჭვინთა ისე დაიწყო ლაპარაკი ამ იმაზე ანი ქვია აი მაგაზე ილაპარაკონ ახლა პარლამენტში შესულება რა თქმა უნდა ლაპარაკობენ მაგის ახლა არ ვიცი ხავთ ვარ სპეციალისტები რა თქვენ დაგეკითხონ მე არა ვარ პარტიული მე რატომ და დამეკითხო არა კომპეტენცია მაგაში არა ქვია არა მე შესვლაპარაკო საზოგადოებრივ თქვენ თავაპარაკო სხვა ლაპარაკო რა ფორმატში იქნებოდა სასურველი ახლა თქვენ რო იყოთ ნორმალური ხელისუფლება იყოს რომელიც აი იგივე მინისტრის პოსტზე რო იყოთ აი ეგეთი ტიპის ანექსიურ პროცესებზე რაც ახლა ისაუბრეთ რა ფორმატში იქნებოდა შესაძლებელი მაგის გაპროტესტება შესაძლებელი რა ახლა სხვათა შორის არა პროტესტი არაფერს არ იძლევა უნდა აკეთოს საქმე მაგალითად ამ სივრცეში გიგაბუკერესთან მქონდა საინტერესო დებატები აფხაზებს გამოიწვია სხვათა შორის ჩვენ ითარგმნა და გავრცელდა აფხაზეთში ეს დებატები იქ ძალიან კაფეო თავობრო უნდა ვაკეთოთ კონკრეტული ნაბიჯები მაგრამ დღეს ძალიან მარტივი ნაბიჯები უნდა ვაკეთოთ რა რომელსაც აშკარად მაგალითად უნდა გქონდეს რაღაცა კონცეფცია ცხოვრებისეულ საკითხებს რო შეეხოს დამიწერია მე მონაწილეობდი კონცეფციაში კოტე კობლაშვილი დაგვეხმარა გარდაიცვალა ღმერთმა თხოვს ძალიან კაი იურისტი იყო და დიდმა ჯგუფმა დაუწერეთ კონცეფცია აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის საქართველოს შემადგენლობაში და იქ გვეწერა ხალხმა უნდა ძველია 2003 წელს გამოვეცით ესა ამ ტიპის რაღაცა სადაც უნდა ჩანდეს აფხაზების ყოველ ინტერესი რომელიც მას რუსეთთან აქვს. რუსეთი ძალიან აწვება აფხაზეთს. აი ამ ტერიტორიებზე, აი ამ ინვესტიციებზე, აი ამ და შემოდის ეკონომიკურ კომპონენტში ხალხი კარგად ვერ ჩვენთან ეს რაღაცები არ იქნება. და კარგად იცხოვრება. არ იქნება. მაშინ საკაშვილმა დაგვიბლოკა ეს საკაშვილმა მოვიდა მაშინ დავწერეთ და მივეცით. მას ბლოკის მიზეზი არ მოეწონა. ხო, ძალიან ბევრს უთმობთო და ეხლა ციხიდან ამასინად გააკეთა გაცხადება, ისა ორჯერადი ჩვენ გქონდა ჩაწერილი ორჯერადი მოქალაქეობა. ანუ მაგალითად ორჯერადი მოქალაქეობა, არა ორმაკი. ორჯერადი. ანუ რომ აფხაზეთის ცხოვრებ ყოველ მოქალაქე, მაშინ დევნილები რომ დაბრუნდებიან, ეს გაწერილი იყო, არიან საქართველოს მოქალაქეები და თლიანად ღებულობენ ყველა სიკეთეებს საქართველოსთან. მაგრამ საქართველოში მცხოვრები დანარჩენი მოქალაქეები არ ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათ დაჭირდება განსაკუთრებული, თქვათ ასე, დამატებითი მოიპოვონ მოქალაქეობის უფლებები. ანუ ისინი, აფხაზეთის ცხოვრები მოქალაქეები ყველა არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ საქართველოს ყველა მოქალაქეები ავტომატურად ვერ განახორციელებენ რაღაც ღონისძიებას. მიწას არჩევნებს და ეგ რაღაცებს. ხო, მიწას ვერ იყიდიან, მაგალითად, ანუ საკუთრებას რაღაცებზე, ქვია, ვერ დაგრეგისტრირდებიან იულად. დევნილებზე რა სტატუსი ნებაყოფილობით უსაფრთხოდ უნდა ცალკე ქონდა პოზიცია. ანუ რაღაც ამ ტიპის რაღაცა უნდა ეწეროს, რომ მაგალითად
როცა მოხდება ერთ სახელმწიფო ჩამოყალიბება რა, მაშინ ისა რა ქვია. აი მაგ იდეებს გასაგებია რუსეთს იმდენად დიდი თემაა რომ 1-2 წუთი არ გამართება უნდა. ძალიან ბევრი თემებია. უნდა იყოს რა ქვია, აფხაზეთში არჩეული დეპუტატი პარლამენტის ავტომატურად ხდება საქართველოს პარლამენტის წევრი მაგალითად. ამ დროს ორპალატიანოს კონსტიტუცია. და ეგ თვითონ აფხაზებში რო ხო გაუგიათ ეგეთი კონცეფცია. კი, გაუგიათ, მაგრამ ეს კონცეფცია გავავრცელეთ კიდევაც აფხაზეთში მაშინ, მაგრამ საქართველო დაბლოკადა აფხაზების მხრიდან როგორ რეაგირება. ან შეიძლება გასაგებია რუსეთს არ მოეწონება, მაგრამ აინტერესებთ საქართველოში რა ხდება რა. ყოველთვის მათთვის აი თქვენ ახლა რაღაცები წაგიკითხავთ ჩემი და მიკითხებთ და დიდი მადლობა ყველა კორექტულია ნამდვილად და არც ერთ ხმული განცდა რა. აი ასევე დაწვრილებით კითხულობენ, ქვია, საქართველოში რა ხდება. უფრო კარგად იციან აი იმან თქვა ეს და შენ არ და ბოკერია ყველაფერი მოისმენთ თან ასე ქვია სუბტიტრებით იყო და ბოკერემ ესე რომ გითხრა შენ რა უთხარი ანუ მე არ მახსოვს რა ბოკერია და იმათ ყურადღება მიაქცეს ანუ მათ ძალიან აინტერესებს მათ პატრონი არ აყავთ რა გულახდათ გითხრათ ანუ ბატონი როქია რა ანუ დაბრუნებასთან დაკავშირებით როდესაც ყოფილა ისეთი ლაპარაკი რომ რაღაცა პერსპექტივა საინტერესოა რომ ამით იწყებ და ამ ესა ყველა ვიწყებთ ამით და ეს არის მათი ყველაზე მტკივნეული. ამიტომ ამბობ რომ დევნილ დაბრუნებას ლაპარაკობთ 30 წელია და დევნილები ვერ ბრუნდებიან. მოდი რაღაც ხვარამი დავიწყო და დევნილების თემა იყოს მეორე თემა, ნომერ მეორე თემა. შეიძლება ბუნებრივია რომ მტკივნეული იქნება, იმიტომ რომ რა პაშინიანმა გააკეთა გენიალურად რამდენი გამოუცხოცა კითხვა, როცა ამბობთ რომ გენოციდის თემა აჩერებს ყველა სხვა თემებს. ხო? მოდი გენოციდმა კი არა გავაუქმოთ, ჩავწიოთ. და წინ სხვა თემებს წავწიოთ. რაღაცა თემა გენოციდი, რაღაც მტკივნეული თემაა, შეიძლება დაბრუნება ნიშნავს რომ ვინც უკვე ცხოვრობს იმის სახში რა ისე პირველი თემა უნდა იყოს სხვა და მერე დევნილები. ჩვენ თავში ვაყენებთ დევნილებას, დევნილები თუ ეშინიათ რევანშის არა, რევანშისაც, მაგრამ უფრო მეტად რომ ისევ გახდება ქართული სახელმწიფოებრიობა, უმრავლესობა იქნებიან ქართველები და მერე ხელახლა ვიღაც არა შენ, არა პეტრე, არა პავლე, მაგრამ ვიღაც სხვა ივანე მოვა და ხელახლა ამას გამოიყენებს თავს ასაკობ. ამიტომ მართლაც გულახდილებთ და ყველაზე მტკივნეული თემა არის არაერთიანი საქართველოში ყოფნა. ხალხი შეშვება არ უნდათ უკან ფაქტია ხო? არ უნდათ. ანუ ვინც გამოყენებს იქიდან იმათ შეშვება კონცეფცია რა არის? რომ თუ ჩვენ ყველა თემებს ნელა-ნელა წინ წავწევთ ბოლოს შეგვჭება ის თემა რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და საერთოდ ჯამში რაც არა დეპუტატი მიცე, რაც არა ეგეთი რაღაცები მიცე. აქ ხო შიგნით თუ დევნილები უკან თუ იქამდე მივიდა ხალხი უკან დაბრუნდა იმ დეპუტატსაც ხო აი ქართველების ეს მასაც აირჩევს. კონფლიქტები ხომ ნებისმიერ პროცესი არის. რაღაცა პროცესი უნდა იყოს დევნილების თემა ყოველ პროცესში უნდა არ უნდა დავკარგოთ. მაგაზე არ უნდა ხო. მაგრამ პროცესი უნდა იყოს და უნდა ნახო რომ უნდა შეადარო ამ დროს ამ პროცესში ეს დევნილების თემა ღირს წავწიო წინ თუ არ წავწიო. მაგალითად არა დევნილების დაბრუნება, მაგრამ ოჩამჩირეში დევნილების დაბრუნება სიტყვაზე. ამაზე ლაპარაკი იყო, მაგრამ 2008 წელმა გააჩერა. 2008 წლამდე იყო ლაპარაკი პირველ რიგში გალის რაიონში დევნილების დაბრუნება. ჩვენ არ გვინდოდა ამის აღიარება ქართულ ხარეს, რომ ქალში დევნილები დაბრუნდნენ. როცა იქ დაბრუნება უნდა არა საერთაშორისო სამართლით, არამედ არძიმა მისა უფრო მერე დევნილ და დევნილებს ქალში საშინელი მდგომარეობა იყო, სალსახ 200 არასდროს, მაგრამ რაღაცა ნაწილი მაინც დაბრუნდა და ფეხი მოიკიდა. და ფორმულა ქონდა ესეთი, რომ პირველ რიგში პირველი ოჩერით ეს ეწერა, პირველ რიგში დევნილების დაბრუნება გალის რაიონში. ჩვენ იმის ნაცვლად რომ გვეთქვა რომ დევნილები არ დაბრუნებულან და აბა ეს რა არის, ესე არ არის, უნდა გვეთქვა დიახაც დაბრუნდნენ დევნილები გალის რაიონში, მათ პრობლემები აქვს, მათი უფლებები ირღვევა, მაგრამ მოდით ეხლა დავწოთ ლაპარაკი მეორე რიგში ასვაკეთებთ. მეორე რიგში ვაკეთეთ ოჩამჩირეს უნდა გვწყო ლაპარაკი. ანუ ბევრი რაღაცები ხელიდან გაშვებულია. აი მაგათაც მინდა დავაბრუნოთ დევნილებს. მაგათ დაბრუნებული მაგ შემთხვევაში ამეწევს, დაბრუნებული ხალხის უსაფრთხოებაზე ეს ხო და მაგამდე მისვლა საჭირო რა. ვინ აკეთებდა, ანუ ისე ბედის ანაბარად შედიოდა შევიდა ეს. იქ ბედის ანაბარად შედიოდა. აფხაზების ანაბარად თქვა, რუსების ანაბარად. კარგი, ნელ-ნელა მადლობა საინტერესო ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე ერთი აფხაზეთის თემაზე და ცალკე კი არა ორი გაცემას უნდა უთმო არ ეყოფა მთელი ისეთი ლოკალური ადამიანური მომენტები აქვს დანაშაულის დევნილები არა საერთაშორისო რუსეთის კომპონენტია ცალკე იმხელა ცალკე არძევა მოკლედ არ ვიცი დიდი მადლობა არ ვიცი მე მგონი თქვენი შემთხვევა ის შემთხვევაა მე ესე გავკადნერდები და ვიტყვი რომ ქართული ანდაზა რო არის ცნობილი ის ურჩევნია მამოსა როშვილის ჯობდეს მამასაო თქვენ შემთხვევაში არის ეგრე კი ასე ნამდვილად ეგრეა ოღონდ პოლიტიკა არ მინდაო. აბა თუ ქვეყანას ვერ უშუალოდ პოლიტიკაში, მაგრამ რაც არის სხვაგან არ უნდა იყო, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად გარდა პოლიტიკისა და პოლიტიკა გრჩება
ხელისუფლების ხელში, ანუ სამომრიალე ხელისუფლების ავტორი მაშინ რაც არ დაკეთო გარეთ არ გამოვა. ის აუცილებელია მიშა დავითახმე. დიდი მადლობა და ყველა პოლიტიკაში ოწახმიდა თქვენ ყველა აუცილებლად. აი ასწავლი გესარებდა. კარგი, დიდი მადლობა.